ამ წუთში სანამ ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი თვალები ხედავენ მხოლოდ წარსულს. არა მეტაფორულად, ფიზიკურად. სინათლეს დრო სჭირდება მოგზაურობისთვის, ამიტომ ყველაფერი, რასაც ხედავთ, უკვე მოხდა. თქვენი ხელი 10 მილიარდედი წამის წინანდელი. მთვარე 1 წამისა და 13-ის წინანდელი. მზე 8 წუთისა და 20 წამის წინანდელი. ახლა წარმოიდგინეთ ტელესკოპი, რომელსაც შეუძლია დაინახოს არა წამები თუ წუთები წარსულში, არამედ 10,000-ობით მილიონი წელი. ტელესკოპი, რომელიც უნდა დაგვანახებდა სამყაროს ჩვილობას, მის პირველ ნაბიჯებს, მის უმციფარეს მომენტებს. მაგრამ 2022 წელს, როცა ჯეიმს ვები კოსმოსური ტელესკოპმა გახსნა თავისი ოქროს სარკეები და შეხედა დროის უღრმეს უფსკრულს, მან დაინახა რაღაც, რაც არ უნდა არსებობ. გალაქტიკები. უზარმაზარი, მომწიფებული, სავსე ვარსკვლავებით. სამყაროში, რომელსაც სულ რამდენიმე ასეული მილიონი წელი ჰქონდა. ეს იყო ისეთივე, როგორც რომ შეხვიდეთ ბავშვთა საავადმყოფოში და იპოვოთ 40 წლის მამაკაცი ჩვილთა პალატაში. არა უბრალოდ დიდი ბავშვი, სრულიად ზრდასრული, კუნთოვანი, ნაოჭებიანი, გამოცდილი. ფიზიკის კანონები ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენი თეორიები ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ჯეიმს ვები ამბობს, აი, ისინი არიან. და ახლა მეცნიერები მთელ მსოფლიოში ეკითხებიან ერთმანეთს ორ შემაძრწუნებელ კითხვას. პირველი, ტელესკოპი შეცდა. მეორე, თუ არა, მაშინ ჩვენ შევცდით. ეს არის ისტორია 10 მილიარდი დოლარის ინსტრუმენტის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გაანადგურა 100 წლის ფიზიკა. ისტორია იმის შესახებ, რა ხდება, როცა სამყარო უარს ამბობს ითამაშოს ჩვენი წესებით. და ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთი დაკვირვება შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ვფიქრობდით, რომ ვიცოდით რეალობის შესახებ. ჯეიმს ვები კოსმოსური ტელესკოპი არ არის უბრალოდ ტელესკოპი. ეს არის დროის მანქანა. წარმოიდგინეთ ინსტრუმენტი 6 ტონის ზონით, ოქროს სარკეებით, რომლებიც 16 მეტრი ნახევარია დიამეტრში, რომელიც მოძრაობს კოსმოსში 1,500,000 კილომეტრზე დედამიწიდან. ეს არის მანძილი, რომელიც 4-ჯერ აღემატება მანძილს დედამიწიდან მთვარემდე. იქ, იმ სიცივეში, სადაც ტემპერატურა 229 გრადუსია ცელსიუსის ქვემოთ, ვები ელოდება. ელოდება სინათლეს, რომელიც მოგზაურობდა მილიარდობით წელს, რათა მიაღწიოს მის სარკეებს. მაგრამ რატო ოქრო? რატო ასეთი სიცივე? რატო ასეთი მატომ, ასეთი მანძილი? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ რას ეძებს ვები. ადრეული სამყარო არ გამოსცემდა ხილულ სინათლეს, როგორც ეს დღეს ხდება. იგი გამოსცემდა ინფრაწითელ დამოსხივებას, სითბოს, რომელიც უხილავია ადამიანის თვალისთვის. და სამყაროს გაფართოების გამო ეს უკვე სუსტი სინათლე გაიწელა კიდევ უფრო გრძელ ტალღებად. ოქრო ასახავს ინფრაწითელს უკეთ ვიდრე ნებისმიერი სხვა მასალა. სიცივე ხელს უშლის ტელესკოპის საკუთარ სითბოს ჩაერიოს სიგნალში. მანძილი იცავს მას დედამიწის სითბოსგან და სინათლისგან. ვები აშენდა ერთი მიზნით. დაენახა პირველი ვარსკვლავები, პირველი გალაქტიკები, სამყაროს ბავშვობა. მეცნიერები ელოდნენ მცირე, პრიმიტიულ, ქაოსურ სტრუქტურებს. ელოდნენ სამყაროს, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობდა როგორ ყოფილიყო სამყარო. 2022 წლის ივლისში, როცა პირველი სურათები გამოქვეყნდა, მთელი მსოფლიო შეჩერდა. სურათები იყო მომაჯადოებელი, ღრმა, მკვეთრი, სავსე დეტალებით, მაგრამ რაღაც იყო არასწორი. გალაქტიკები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ პატარა და უფორმო, იყვნენ უზარმაზარი და სტრუქტურირებული. გალაქტიკები, რომლებიც არსებობდნენ სამყაროს პირველ 600 მილიონ წელში, დრო, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ 4% სამყაროს ამჟამინდელი ასაკიდან, ჰქონდათ მასები, რომლებიც შედარებული იყო ჩვენს თანამედროვე გალაქტიკებთან. ზოგიერთი იყო 100 მილიარდი მზის მასის. ზოგს ჰქონდა სპირალური სტრუქტურები, რომლებიც მიუთითებდა მილიარდობით წლის ევოლუციაზე. ზოგი იყო წითელი, ნიშანი იმისა, რომ მათი ვარსკვლავები უკვე მოხუცები იყვნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ავი ლოებმა თქვა, ეს არის ისეთივე, როგორც რომ იპოვო დინოზავრის ნამარხი ფენაში, რომელიც თარიღდება დედამიწის დაბადებამდე. კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდმა ხელმძღვანელობდა მაიკ ბოიერმა გამოაქვეყნა ნაშრომი სათაურით „პანიკა“. არა იმიტომ, რომ ისინი პანიკაში იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი იცოდნენ, რომ მეცნიერული საზოგადოება იქნებოდა. იელის უნივერსიტეტის პიერ პაოლო პაჩუჩიმ და მისმა კოლეგებმა იპოვეს გალაქტიკები, რომლებიც იყვნენ ასე მასიური და ასე ადრეული, რომ მათი არსებობა მოითხოვდა ვარსკვლავთა ფორმირების ტემპს, რომელიც 10-ჯერ აღემატებოდა ყველაფერს, რასაც ჩვენი მოდელები ითვალისწინებდნენ. და ეს არ იყო ერთი თუ ორი გალაქტიკა. ეს იყო ათობით, ხო ათობით, ასობით. რაც უფრო ღრმად უყურებდა ვები, მით მეტ მათგანს პოულობდა. ეს იყო არა გამონაკლისი, ეს იყო მოდელი.
და ეს მოდელი ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცოდით სამყაროს ევოლუციის შესახებ. რათა გავიგოთ, რატო არის ეს ასე შემაშფოთებელი, უნდა დავუბრუნდეთ დასაწყისში. არა ვების დასაწყისში, ვების დასაწყისში, დიდი აფეთქების დასაწყისში. წარმოიდგინეთ, წარმოიდგინეთ, რომ შეკუმშოთ სამყაროს მთელი ისტორია, 10-4 მილიარდი წელი, ერთ დღეში, 24 საათში. ეს არის ტექნიკა, რომელსაც ასტრონომები იყენებენ, რათა გააცნობიერონ კოსმოსური დროის მასშტაბები. ნახევარღამეზე ხდება დიდი აფეთქება. სამყარო იბადება არა როგორც აფეთქება სივრცეში, არამედ როგორც თავად სივრცის აფეთქება. პირველი წამი, პირველი მილიარდედი წამი არის ქაოსი სუფთა ენერგიისა. კვარკები და გლუონები ცურავენ პლაზმის ზღვაში, რომელიც ცხელია ტრილიონ გრადუსზე მეტი. პირველი 3 წუთის განმავლობაში, ჩვენს დროის მასშტაბში ეს არის პირველი 2 წამი შუაღამის შემდგამის შემდეგ, კალიბდება პირველი ატომური ბირთვები. წყალბადი და ჰელიუმი ძირითადად. ლითიუმის კვალი, მაგრამ სამყარო ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ფოტონები, სინათლის ნაწილაკები ვერ მოძრაობენ თავისუფლად. ისინი მუდმივად ეჯახებიან ელექტრონებს, იმხრევიან, იხრებიან, იკარგებიან ბურუსში. სამყარო არის როგორც ძალიან ცხელი ნისლი, სადაც ვერაფერს დაინახავდით ხელის მანძილზე. ეს გრძელდება 380,000 წელს. ჩვენს დროის მასშტაბში ეს არის პირველი 6 საათი და 50 წუთი. შემდეგ დაახლოებით დილის 7 საათზე, ჩვენს წარმოსახვით საათზე, ხდება რაღაც მნიშვნელოვანი. სამყარო გაცივდა საკმარისად, რომ ელექტრონებმა შეუერთდნენ ბირთვებს და შექმნან პირველი ატომები. უეცრად ფოტონები თავისუფალნი არიან. სინათლე ხდება გამჭვირვალე. ეს მომენტი ცნობილია როგორც რეკომბინაცია და სინათლე, რომელიც გამოიშვა იმ მომენტში, ჯერ კიდევ ავსებს სამყაროს დღესაც. ჩვენ ვუწოდებთ მას კოსმოსურ მიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას. მაგრამ ეხლა სამყარო შედის ბნელ ხანაში. არ არსებობს ვარსკვლავები, არ არსებობს გალაქტიკები. მხოლოდ წყალბადის და ჰელიუმის ღრუბლები, რომლებიც ცურავენ სიბნელეში. ეს პერიოდი გრძელდება ასობით მილიონი წელი. ჩვენს დროის მასშტაბში დილის 7-დან დაახლო დილის 9, დაახლოებით დილის 9-მდე. ასტრონომები უწოდებენ ამას ბნელ ხანებს. არა იმიტომ, რომ ეს იყო საშინელი დრო, არამედ იმიტომ, რომ მართლაც არაფერი ანათებდა. გრავიტაცია მუშაობს ნელა, მაგრამ დაუღალავად. წყალბადის ღრუბლები იწყებენ შეკუმშვას. სადაც მასა არის, იქ გრავიტაცია იზიდავს მეტ მასას. პატარა სიმკვრივეები ხდებიან დიდი სიმკვრივეები. დიდი სიმკვრივეები ხდებიან უფრო დიდი. და საბოლოოდ დაახლოებით 150 მილიონი წლის შემდეგ, დიდი აფეთქების შემდეგ, ჩვენს დროის მასშტაბში დილის 9 საათზე ხდება რაღაც მაგიური. პირველი ვარსკვლავები ანათებენ. ეს არ არიან ვარსკვლავები, როგორიცაა ჩვენი მზე. ეს არიან გიგანტები. 50, 55, 25, 100 მზის მასის. ისინი ცხელნი არიან, ლურჯები, ძალიან მოკლეხანიანები. ისინი ცხოვრობენ მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელს, თვალის დახამხამება კოსმოსურ დროში და შემდეგ აფეთქდებიან სუპერნოვებად. მაგრამ ამ მოკლე სიცოცხლის განმავლობაში ისინი აკეთებენ რაღაც გადამწყვეტს. ისინი ქმნიან პირველ მძიმე ელემენტებს. ნახშირბადს, ჟანგბადს, რკინას, სილიციუმს, ყველა ელემენტს, რომელიც საჭიროა პლანეტებისთვის, სიცოცხლისთვის, თქვენთვის. და ეს ვარსკვლავები იწყებენ შეკრებას ჯგუფებში. პირველი პროტოგალაქტიკები. მცირე, ქაოსური, ძალიან განსხვავებული იმისგან, რასაც დღეს ვხედავთ. ჩვენი მოდელები ამბობენ, რომ ამ ადრეულ გალაქტიკებს უნდა ქონოდათ მასები დაახლოებით 1 მილიონიდან 100 მილიონ მზის მასამდე. ისინი უნდა ყოფილიყვნენ უფორმოები, არარეგულარულები, სავსე ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავებით. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ლურჯები და ულტრაიისფერი, არა წითელი და მოხუცი. დროთა განმავლობაში, მილიარდობით წლის განმავლობაში, ეს პატარა გალაქტიკები უნდა შეერწყათ. 2 პატარა გალაქტიკა შეერწყმება და ქმნის საშუალო გალაქტიკას. 2 საშუალო გალაქტიკა შეერწყმება და ქმნის დიდ გალაქტიკას. ეს არის იერარქიული ფორმირების მოდელი. იდეა, რომ სტრუქტურები სამყაროში იზრდებიან ქვემოდან ზემოთ, პატარიდან დიდისკენ, ნელა, თანდათანობით, მილიარდობით წლის განმავლობაში. ჩვენს დროის მასშტაბში ჩვენი თანამედროვე გალაქტიკები, როგორიცაა ნაპერწკლები, კალიბდებიან დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის. დედამიწა კალიბდება დაახლოებით საღამოს 4 საათზე. დინოზავრები გამოჩნდებიან ღამის 11 საათზე. ადამიანები, ჰომო საპიენსები, გამოჩნდებიან ბოლო წუთის ბოლო 2 წამში შუაღამემდე. ეს არის ის, რასაც ჩვენი მოდელები ამბობენ. ეს არის ის, რასაც 10 წლეულების დაკვირვებები ადასტურებს. ეს არის ის, რასაც ყველა სახელმძღვანელო წიგნი ასწავლის. და ეს არის ის, რასაც ჯეიმს ვები ამბობს.
რომ შესაძლოა არასწორია. რადგან როცა ვები უყურებს დილის 9 საათს, პირველ რამდენიმე ასეულ მილიონ წელს დიდი აფეთქების შემდეგ, იგი არ ხედავს პატარა პრიმიტიულ პროტოგალაქტიკებს. იგი ხედავს გიგანტებს. გალაქტიკებს, რომლებიც უნდა არსებობდნენ მხოლოდ საღამოს 9 საათისთვის, არა დილის 9 საათისთვის. გალაქტიკებს, რომლებსაც უნდა დასჭირდეთ მილიარდობით წელი, ასე დიდი და მომწიფებული გამხდარიყვნენ. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო გალაქტიკა სახელწოდებებით GLASS Z-13. ეს გალაქტიკა არსებობდა სამყაროს პირველ 300 მილიონ წელში, დროის პერიოდი, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ 2% სამყაროს ამჟამინდელი ასაკიდან. მაგრამ მისი მასა შეფასებული იყო დაახლოებით 1 მილიარდ მზის მასად. როგორ შეიძლება გალაქტიკამ დააგროვოს ასეთი მასა ასე სწრაფად? კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო გალაქტიკები, რომლებიც ჩანდნენ წითლად. ასტრონომიაში წითელი ფერი ხშირად ნიშნავს ასაკს. ახალგაზრდა ვარსკვლავები არიან ცხელი და ლურჯი. მოხუცი ვარსკვლავები არიან გრილი და წითელი. როცა გალაქტიკა ჩანს წითლად, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ მისი ვარსკვლავთა ფორმირება შენელდა ან შეჩერდა და მისი ვარსკვლავების უმეტესობა უკვე მოხუცია. მაგრამ როგორ შეიძლება გალაქტიკას ჰქონდეს მოხუცი ვარსკვლავები სამყაროში, რომელსაც თავად სულ რამდენიმე ასეული მილიონი წელი აქვს? ეს იყო ისეთივე, როგორც რომ იპოვო ნაოჭები ახალშობილის სახეზე, ან ნაცრისფერი თმა ბავშვზე, ან დაღლილობის ნიშნები ადამიანზე, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსმა სარა უელზმა და მისმა გუნდმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც აღწერდნენ 6 მასიურ გალაქტიკას, რომლებიც არსებობდნენ 550-დან 370 მილიონ წელს დიდი აფეთქების შემდეგ. ამ გალაქტიკების ჯამური მასა იყო ისეთი დიდი, რომ მათი ყველას ერთად არსებობა მოითხოვდა, რომ თითქმის ყველა ატომი იმ რეგიონში გადაქცეულიყო ვარსკვლავებად. არა 10%, არა 50%, თითქმის 100%. ეს იყო ეფექტურობა, რომელიც არ არსებობს ბუნებაში. ეს იყო ეფექტურობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თერმოდინამიკის კანონებს. და ეს არ იყო მხოლოდ მასის პრობლემა, ეს იყო სტრუქტურის პრობლემაც. ზოგიერთ ამ გალაქტიკას ჰქონდა სპირალური სტრუქტურები, ელეგანტური მკლავები, რომლებიც ხვეულობდნენ გარეთ ცენტრიდან. მაგრამ სპირალური სტრუქტურები ყალიბდებიან მილიარდობით წლის განმავლობაში, როცა გალაქტიკა ბრუნავს და გრავიტაციული ძალები აყალიბებენ ვარსკვლავებს ორგანიზებულ მოდელებში. როგორ შეიძლება გალაქტიკას ჰქონდეს სპირალური სტრუქტურა, ნურა როცა მას არ ქონია საკმარისი დრო ერთხელ მაინც სრულად შემოეტრიალა. ზოგიერთ გალაქტიკას ჰქონდა ცენტრალური გამოსხივება, ნათელი, კომპაქტური ბირთვი, რომელიც მიუთითებდა სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობაზე. მაგრამ სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც არიან მილიონობით ან მილიარდობით მზის მასის, ასევე მოითხოვენ დროს ფორმირებისთვის. ისინი იზრდებიან ჭამით, შთანთქავენ გაზს, მთვერს, ვარსკვლავებს, მთელ გალაქტიკებს. მაგრამ ჭამა მოითხოვს დროს. როგორ შეიძლება შავმა ხვრელმა გახდეს ასე მასიური, ასე სწრაფად? ყოველი ახალი დაკვირვება ამატებდა უფრო მეტ კითხვებს. ყოველი ახალი ნაშრომი აღმოაჩენდა უფრო მეტ გალაქტიკებს, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ. და ყოველი ახალი კონფერენცია ავსებდა ოთახებს მეცნიერებით, რომლებიც ეკითხებოდნენ ერთმანეთს. რა ხდება? იყო 3 შესაძლო ახსნა. პირველი, ტელესკოპის შეცდა. მეორე, ჩვენ შევცდით ჩვენს გაზომვებში. მესამე, ჩვენ შევცდით ჩვენს თეორიებში. და თითოეული ამ ახსნიდან იყო შემაშფოთებელი თავისი მიზეზებით. პირველი ახსნა იყო ყველას მარტივი, ყველაზე მარტივი და ყველაზე სასურველი. შესაძლოა ჯეიმს ვები უბრალოდ შეცდა. შესაძლოა მისი ინსტრუმენტები არ იყო კალიბრებული სწორად. შესაძლოა მისი მონაცემები შეიცალდა შეცდომებს, რომლებიც ჯერ არ იყო აღმოჩენილი. ეს იქნებოდა უხერხული, 10 მილიარდი დოლარის ტელესკოპი, რომელიც აძლევს არასწორ მონაცემებს, მაგრამ ეს არ გაანადგურებდა ფიზიკას. მაგრამ ეს ახსნა სწრაფად გახდა ნაკლებად დამაჯერებელი. ჯეიმს ვები არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხედავს ამ გალაქტიკებს. ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელიც მოძრაობს დედამიწის ორბიტაზე 30-ზე მეტი წლის განმავლობაში, ასევე დააფიქსირა ზოგიერთი ამ ობიექტიდან, თუმცა ნაკლები დეტალებით. მიწის ზედა ტელესკოპებმა, როგორიცაა ალმას მასივი ჩილეში და კეკის ტელესკოპები ჰავაიში, ასევე დაადასტურეს ზოგიერთი დაკვირვება. სხვადასხვა ინსტრუმენტები, სხვადასხვა ტექნოლოგიები, სხვადასხვა გუნდები, ყველა ხედავდა იგივეს. გარდა ამისა, ვების ინსტრუმენტები იყო ტესტირებული და რეტესტირებული წლების განმავლობაში დედამიწაზე, სანამ გაეშვებოდა. მისი კალიბრაცია შემოწმებული იყო ასობით სხვადასხვა წყაროზე, ვარსკვლავებზე, გალაქტიკებზე, კვაზარებზე, რომელთა თვისებებიც უკვე იყო ცნობილი სხვა ტელესკოპებიდან.
და ყველა ეს შემოწმება აჩვენებდა, რომ ვები მუშაობდა ზუსტად ისე, როგორც უნდა მუშაობდა. მეორე ახსნა იყო, რომ შესაძლოა ჩვენ შევცდით ჩვენს გაზომვებში. შესაძლოა ეს galaktikები არ არიან ისეთი მასიური, როგორც ჩანს. შესაძლოა ჩვენ არასწორად ვაფასებთ მათ მანძილებს, ან მათ ასაკებს, ან მათ ვარსკვლავთა პოპულაციებს. ეს იქნებოდა უკეთესი. ეს ნიშნავდა, რომ პრობლემა იყო ჩვენს მეთოდებში, არა ჩვენს თეორიებში. და მართლაც, ასტრონომიული გაზომვები არ არის მარტივი. როცა თქვენ უყურებთ შორეულ galaktikას, თქვენ არ ხედავთ მას პირდაპირ. თქვენ ხედავთ მის სინათლეს, ფოტონებს, რომლებიც მოგზაურობდნენ მილიარდობით წელს, რათა მიაღწიონ თქვენს ტელესკოპს. და ამ სინათლიდან თქვენ უნდა გამოიტანოთ ყველაფერი: galaktikis მანძილი, მისი მასა, მისი ასაკი, მისი შემადგენლობა. მანძილი გამოითვლება წითელი ძვრის გამოყენებით. ფენომენი, სადაც სინათლე გაიწელება უფრო გრძელ ტალღებად სამყაროს გაფართოების გამო. რაც უფრო შორს არის galaktika, მით უფრო მეტად არის მისი სინათლე გადაწითლებული. მაგრამ წითელი ძვრის გაზომვა მოითხოვს სპექტროსკოპიას, ტექნიკას, სადაც თქვენ ყოფთ სინათლეს მის კომპონენტ ფერებად და ეძებთ დამახასიათებელ ხაზებს, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ ელემენტებს. მაგრამ ძალიან შორეული, ძალიან სუსტი galaktikებისთვის სპექტროსკოპია რთულია. ამიტომ ასტრონომები ხშირად იყენებენ ფოტომეტრიულ წითელძვრას, მეთოდს, სადაც თქვენ აფასებთ მანძილს galaktikis სიკაშკაშის შედარებით სხვადასხვა ფილტრებში. მაგრამ ფოტომეტრიული წითელი ძვრა არ არის ზუსტი. ის შეიძლება შეცდეს მთვრის გამო, რომელიც აბნელებს სინათლეს. ის შეიძლება შეცდეს უჩვეულო ვარსკვლავთშუქოლთა პოპულაციების გამო. ის შეიძლება შეცდეს თუ galaktika შეიცავს ძალიან ცხელ, ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავებს, რომლებიც გამოსცემენ უფრო მეტ ულტრაისფერ სინათლეს, ვიდრე მოსალოდნელია. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი იყო სკეპტიკური. ისინი ამბობდნენ: მოდით დაველოდოთ სპექტროსკოპიულ დადასტურებას. მოდით მივიღოთ უფრო მეტი მონაცემები. მოდით დავრწმუნდეთ, რომ ეს galaktikები მართლაც არიან იქ, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არიან. მაგრამ შემდეგ მოვიდა სპექტროსკოპიული დადასტურებები და ისინი დაადასტურეს მანძილები. galaktikები მართლაც იყვნენ ისეთი შორეული, როგორც ჩანდა. ისინი მართლაც არსებობდნენ სამყაროს პირველ რამდენიმე ასეულ მილიონ წელში. კარგი, თქვენს მეცნიერებმა, მაშინ შესაძლოა ჩვენ შევცდით მასებში. შესაძლოა ეს galaktikები არ არიან ისეთი მასიური, როგორც ჩანს. შესაძლოა ისინი შეიცავენ ბევრ მთვერს, რომელიც აბნელებს მათ სინათლეს და აიძულებს მათ ჩანდნენ უფრო მასიურად, ვიდრე არიან. ან შესაძლოა ისინი გადიან ვარსკვლავთა ფორმირების ძალიან ინტენსიურ პერიოდს, რომელიც ქმნის ბევრ სინათლეს, მაგრამ არა აუცილებლად ბევრ მასას. მაგრამ ეს ახსნებიც ჩანდა არასაკმარისად. მასის შეფასება ეფუძნება არა მხოლოდ სიკაშკაშეს, არამედ სპექტრალურ თვისებებსაც, სინათლის ფერს და ინტენსიობას სხვადასხვა ტალღის სიგრძეებზე. და ეს თვისებები მიუთითებდა, რომ galaktikები მართლაც შეიცავდნენ უზარმაზარ რაოდენობით ვარსკვლავებს. არა მხოლოდ ახალგაზრდა, ცხელ ვარსკვლავებს, რომლებიც ქმნიან ბევრ სინათლეს, არამედ ასევე მოხუცი, გრილ ვარსკვლავებს, რომლებიც მიუთითებდნენ გრძელ ისტორიაზე. და ასე ნელ-ნელა მეცნიერული საზოგადოება იწყებდა შეხედვას მესამე ახსნას. ყველაზე შემაშფოთებელს, ყველაზე რევოლუციურს. იდეას, რომ შესაძლოა ტელესკოპი არ შეცდა. შესაძლოა ჩვენ არ შევცდით ჩვენს გაზომვებში. შესაძლოა ჩვენ შევცდით ჩვენს თეორიებში. შესაძლოა სამყარო არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობდით. როცა მეცნიერი ამბობს, შესაძლოა ჩვენ შევცდით ჩვენს თეორიებში, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის მიწისძვრა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ არქიტექტორი, რომელმაც ააშენა ცათამბჯენი. თქვენ გამოიყენეთ ყველაზე უკეთესი მასალები, ყველაზე ზუსტი გაანგარიშებები, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები. შენობა დგას 30 წლის განმავლობაში, მტკიცე და უსაფრთხო. და შემდეგ ერთ დღეს ვიღაც მოდის ახალი ინსტრუმენტით და ამბობს: თქვენი შენობა დგას არა იმიტომ, რომ თქვენი გაანგარიშებები სწორია, არამედ იმიტომ, რომ გრავიტაცია მუშაობს განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. და თუ ეს მართალია, მაშინ ყველა სხვა შენობა, რომელიც ოდესმე აშენდა, დგას არასწორ საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ჯეიმს ვები გვთავაზობს. არა უბრალოდ ახალ მონაცემებს, არამედ შესაძლო კრიზისს კოსმოლოგიაში. და რათა გავიგოთ, რატომ არის ეს ასე სერიოზული, უნდა გავიგოთ, რა არის ის თეორია, რომელიც შეიძლება იყოს არასწორი. Lambda CDM მოდელი. ეს 6 სიმბოლო, Lambda CDM, წარმოადგენს თანამედროვე კოსმოლოგიის საფუძველს. Lambda აღნიშნავს ბნელ ენერგიას, იდუმალ ძალას, რომელიც აჩქარებს სამყაროს გაფართოებას. CDM აღნიშნავს ცივ ბნელ მატერიას, უხილავ მასას, რომელიც ქმნის გრავიტაციულ ჩონჩხს, რომელზედაც კალიბდებიან galaktikები. ეს მოდელი აშენდა 10 წლეულების დაკვირვებებზე, ათასობით ექსპერიმენტზე, მილიონობით გაზორვაზე. ის ხსნის თითქმის ყველაფერს, რასაც ხედავთ სამყაროში. ხედავთ სამყაროში, galaktikების განაწილებას,
კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივების სტრუქტურას, ქიმიური ელემენტების სიმრავლეს, სამყაროს გაფართოების ტემპს. მაგრამ ეს მოდელი აკეთებს კონკრეტულ პროგნოზებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ყალიბდებოდნენ galaktikები. და ეს პროგნოზები ეფუძნება ერთ ფუნდამენტურ იდეას. სტრუქტურები სამყაროში იზრდებიან ნელა, იერარქიულად, ქვემოდან ზემოთ. პატარა რამ ყალიბდება პირველი. შემდეგ პატარა რამეები შეერწყმებიან და ქმნიან საშუალო რამეებს. შემდეგ საშუალო რამეები შეერწყმებიან და ქმნიან დიდ რამეებს. ეს პროცესი მოითხოვს დროს, ბევრ დროს, რადგან გრავიტაცია, თუმცა უნივერსალური, არის ასევე ნელი. წარმოიდგინეთ, რომ აშენებთ ქვიშის ციხეს პლაჟზე. თქვენ იწყებთ პატარა ქვიშის გროვებით. შემდეგ აერთიანებთ მათ უფრო დიდ გროვებად, შემდეგ აყალიბებთ კედლებს, კოშკებს, სტრუქტურებს. ეს მოითხოვს დროს და მუშაობას. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ გამოჩნდეთ პლაჟზე და მკისიერად იპოვოთ სრული ციხე. ფიზიკა არ მუშაობს ასე. მაგრამ ჯეიმს ვები ამბობს, აი სრული ციხე. და პლაჟი გაიხსნა მხოლოდ 10 წუთის წინ. ამიტომ მეცნიერები იწყებენ კითხვას. შესაძლოა რაღაც არის ჩვენს მოდელში, რაც ჩვენ გამოგვჭა. შესაძლოა არსებობს გზა, რომ galaktikებმა გაიზარდონ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ თქვენ ფიქრობდით, მაგრამ ჯერ კიდევ ლამბდა CDM ჩარჩოში. პირველი იდეა. შესაძლოა ადრეული სამყარო იყო უფრო ეფექტური ვარსკვლავთა ფორმირებაში, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. შესაძლოა პირველი გაზის ღრუბლები იკუმშებოდნენ უფრო სწრაფად, ქმნიდნენ ვარსკვლავებს უფრო ეფექტურად, აშენებდნენ მასას უფრო სწრაფად. ეს არ შეცვლიდა ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებს. ეს უბრალოდ ნიშნავდა, რომ ადრეული პირობები იყო განსხვავებული, უფრო ხელსაყრელი სწრაფი ზრდისთვის. მაგრამ ეს იდეა აწყდება პრობლემას. ვარსკვლავთა ფორმირება არ არის მხოლოდ გაზის შეკუმშვის საკითხი. ეს არის ასევე გაგრილების საკითხი. როცა გაზის ღრუბელი იკუმშება, ის თბება. და თუ ის თბება ძალიან ბევრს, გაზის წნევა ეწინააღმდეგება შემდგომ შეკუმშვას. ამიტომ გაზმა უნდა გაგრილდეს, უნდა დაკარგოს ენერგია, რათა განაგრძოს შეკუმშვა და ყოფილიყო ვარსკვლავი. ეს გაგრილება ხდება გამოსხივების გზით. ატომები გამოსცემენ ფოტონებს, რომლებიც გაფრინდებიან და იტარებენ ენერგიას თავიანთ თან. მაგრამ ადრეულ სამყაროში გაზი იყო ძალიან მარტივი. ძირითადად წყალბადი და ჰელიუმი. და ეს ელემენტები არ არიან ძალიან ეფექტურები გაგრილებაში. ისინი არ გამოსცემენ ბევრ გამოსხივებას. ამიტომ გაზის ღრუბლები ადრეულ სამყაროში უნდა ყოფილიყვნენ ცხელები და წნევიანები, რაც ნიშნავს, რომ ვარსკვლავთა ფორმირება უნდა ყოფილიყო ნელი და არაეფექტური, არა სწრაფი და ეფექტური. გარდა ამისა, თუნდაც თუ ვარსკვლავთა ფორმირება იყო ეფექტური, ეს არ ხსნის სტრუქტურის პრობლემას. სპირალური მკლავები, ცენტრალური გამოსხივება, წითელი ფერები, ეს ყველაფერი მოითხოვს არა მხოლოდ მასას, არამედ დროსაც. დროს ორგანიზაციისთვის, ევოლუციისთვის, მომწიფებისთვის. მეორე იდეა. შესაძლოა ადრეული სამყარო შეიცავდა უფრო მეტ ბნელ მატერიას, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ბნელი მატერია არის უხილავი მასა, რომელიც არ ურთიერთქმედებს სინათლესთან, მაგრამ ქმნის გრავიტაციას. და გრავიტაცია არის ის, რაც იზიდავს გაზს და აყალიბებს galaktikებს. ამიტომ თუ იყო უფრო მეტი ბნელი მატერია ადრეულ სამყაროში, მაშინ გრავიტაციული ძალები იქნებოდა უფრო ძლიერი და galaktikები ყალიბდებოდნენ უფრო სწრაფად. მაგრამ ეს იდეაც აწყდება პრობლემას. ბნელი მატერიის რაოდენობა სამყაროში არ არის თავისუფალი პარამეტრი, რომელსაც შეგვიძლია უბრალოდ შევცვალოთ. ის განისაზღვრება კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივებით. ის სინათლე, რომელიც გამოიშვა 380,000 წელს დიდი აფეთქების შემდეგ. ამ გამოსხივების სტრუქტურა, მისი ტემპერატურის ცვალებადობები, მისი პოლარიზაცია, მისი სპექტრი, გვეუბნება ზუსტად რამდენი ბნელი მატერია არსებობს სამყაროში. და ეს რიცხვი შემოწმებულია ათასობით დაკვირვებით, მრავალი სხვადასხვა ტელესკოპიდან, 10 წლეულების განმავლობაში. თუ ჩვენ შევცვლით ბნელი მატერიის რაოდენობას, ჩვენ გავანადგურებთ შესაბამისობას კოსმოსურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებასთან. მესამე იდეა. შესაძლოა ადრეული სამყარო გადიოდა ფაზას, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ. შესაძლოა იყო დამატებითი ფიზიკა, ახალი ძალები, ახალი ველები, ახალი ნაწილაკები, რომლებიც მოქმედებდნენ მხოლოდ ძალიან ადრეულ დროში და აჩქარებდნენ galaktikების ფორმირებას. ეს იქნებოდა ახალი ფიზიკა, მაგრამ არა აუცილებლად ფიზიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცით. ეს იქნებოდა უბრალოდ დამატებითი ფენა, რომელიც მოქმედებს ექსტრემალურ პირობებში. მაგრამ ეს იდეა არის სპეკულაციური. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება ასეთი ახალი ფიზიკისთვის. ჩვენ არ გვაქვს თეორია, რომელიც პროგნოზირებს მას. ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტები, რომლებიც ადასტურებს მას. ეს იქნებოდა ახალი ფიზიკის გამოგონება მხოლოდ იმისთვის, რომ ავხსნათ ერთი დაკვირვება, რაც არის საშიში მიდგომა მეცნიერებაში.
ეს არის ისეთივე, როგორც რომ თქვათ, ჩემი მანქანა არ ამოძრავდა, ამიტომ შესაძლოა არსებობს უხილავი ჯუჯები, რომლებიც აკავებენ მას. შესაძლოა ეს მართალია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა პირველ რიგში შეამოწმოთ ბენზინის ავზი. და ასე, ერთი იდეის შემდეგ მეორე, მეცნიერები აღმოაჩენენ, რომ Lambda CDM მოდელის შიგნით ძალიან რთული ახსნა ის, რასაც James Webb ხედავს. ყოველი გადაწყვეტა ქმნის ახალ პრობლემებს. ყოველი კორექტირება არღვევს რაღაც სხვას. ეს არის ისეთივე, როგორც რომ ცდილობთ მოაწყოთ ლოგინი, რომელიც ძალიან მოკლეა. როცა თქვენ აწერთ ერთ კუთხეს, მეორე კუთხე ეშვება. და ეს არის მომენტი, როცა მეცნიერები იწყებენ ფიქრს უფრო რადიკალურ იდეებზე. იდეებზე, რომლებიც არ ცდილობენ შეასწორონ Lambda CDM მოდელი, არამედ ცდილობენ შეცვალონ იგი. იდეებზე, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ არა მხოლოდ დეტალებს, არამედ ფუნდამენტურ დაშვებებს. ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური იდეა არის ის, რომ შესაძლოა დიდი აფეთქება არ იყო დასაწყისი. შესაძლოა სამყარო არსებობდა დიდი აფეთქების წინაც. შესაძლოა ის, რასაც ჩვენ უწოდებთ დიდ აფეთქებას, იყო არა შექმნა, არამედ გარდაქმნა. მომენტი, როცა ერთი ფაზა სამყაროსი გადავიდა მეორე ფაზაში. ეს იდეა არ არის ახალი. ფიზიკოსები 10 წლეულების განმავლობაში ფიქრობდნენ ციკლურ კოსმოლოგიებზე. მოდელებზე, სადაც სამყარო გადის გაფართოებისა და შეკუმშვის ციკლებს, დაბადებისა და აღორძინების ციკლებს. მაგრამ ეს იდეები ყოველთვის აწყდებოდნენ პრობლემას. თერმოდინამიკის მეორე კანონი. ეს კანონი ამბობს, რომ ენტროპია, უწესრიგობა, ყოველთვის იზრდება. და თუ სამყარო გადის ციკლებს, მაშინ ენტროპია უნდა იზრდებოდეს ყოველ ციკლში, რაც ნიშნავს, რომ ციკლები არ შეიძლება იყოს იდენტური. ისინი უნდა იყვნენ განსხვავებული და საბოლოოდ სამყარო უნდა მიაღწიოს მდგომარეობას, სადაც ციკლები აღარ შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ ახლა ზოგიერთი ფიზიკოსი გთავაზობს ახალ ვერსიას ამ იდეისა. ისინი ამბობენ, შესაძლოა სამყარო არ გადის იდენტურ ციკლებს. შესაძლოა ყოველი ციკლი განსხვავებულია და ის, რასაც ჩვენ უწოდებთ დიდ აფეთქებას, იყო მომენტი, როცა წინა ციკლის შეკუმშვა მიაღწია მინიმუმს და შემდეგ აირეკლა. არა უსასრულო წერტილში, არამედ ძალიან მცირე, მაგრამ სასრულ ზომაში. ეს იდეა ეწოდება დიდი აირეკლა, Big Bounce. და ის გთავაზობს ინტერესულ ახსნას ვების დაკვირვებებისთვის. თუ სამყარო არსებობდა დიდი აფეთქების წინაც, მაშინ სტრუქტურები, galaktikების თესლები შეიძლება ყოფილიყვნენ უკვე ნაწილობრივ ჩამოყალიბებული წინა ციკლში. და როცა სამყარო აირეკლა და დაიწყო ახალი გაფართოება, ეს თესლები უკვე იყვნენ იქ, მზად რომ სწრაფად გაიზარდონ galaktikებად. ეს იქნებოდა ისეთივე, როგორც რომ დათესოთ თესლები ბაღში, მაგრამ თესლები უკვე არიან ნაწილობრივ აღმოცენებული. ისინი არ იწყებენ ნულიდან, ისინი იწყებენ უპირატესობით. ამიტომ ისინი იზრდებიან უფრო სწრაფად, აღწევენ მომწიფებას უფრო ადრე, ხდებიან დიდები და ძლიერები უფრო სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იქნებოდა. მაგრამ დიდი აირეკლის იდეა აწყდება საკუთარ პრობლემებს. პირველი, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება წინა ციკლისთვის. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივება, galaktikების განაწილება, ქიმიური ელემენტების სიმრავლე, ყველაფერი თანხვედრაშია იდეასთან, რომ სამყარო დაიწყო ცხელი მკვრივი მდგომარეობიდან, დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ. არ არსებობს ნათელი ხელმოწერა წინა ციკლისა. მეორე, დიდი აირეკლა მოითხოვს ახალ ფიზიკას. ფიზიკას, რომელიც მოქმედებს ექსტრემალურად მაღალ სინქრუეებზე და ენერგიებზე, სადაც ჩვენი ამჟამინდელი თეორიები იშლება. ჩვენ არ ვიცით რა არის ეს ფიზიკა. ჩვენ არ გვაქვს თეორია, რომელიც აღწერს მას. ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტები, რომლებიც ამოწმებს მას. ეს არის სპეკულაცია, რომელიც აშენებულია სპეკულაციაზე. მესამე, თუნდაც თუ დიდი აირეკლა მოხდა, არ არის ნათელი თუ როგორ შეინარჩუნებდნენ სტრუქტურები ინფორმაციას წინა ციკლიდან. შეკუმშვის ფაზაში, როცა სამყარო ხდება უფრო და უფრო მცირე და უფრო ცხელი, ყველა სტრუქტურა უნდა განადგურდეს. galaktikები უნდა დაიშალონ, ვარსკვლავები უნდა აორთქლდნენ, ატომები უნდა დაიშალონ. როგორ შეიძლება რაიმე გადარჩეს ამ კატაკლიზმისგან? ამიტომ დიდი აირეკლა. თუმცა ინტრიგული რჩება სპეკულაციურ იდეად. იდეად, რომელიც შეიძლება იყოს მართალი, მაგრამ რომლისთვისაც ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება. მეორე რადიკალური იდეა არის ის, რომ შესაძლოა ჩვენი გაზომები სამყაროს ასაკისა არის არასწორი. შესაძლოა სამყარო არ არის 10-4 მილიარდი წლის. შესაძლოა ის უფრო ახალგაზრდაა, ან უფრო მოხუცი. თუ სამყარო უფრო ახალგაზრდაა, მაშინ ვების galaktikები არ იქნებოდნენ ისეთი პრობლემატური. ისინი არსებობდნენ უფრო დიდ პროცენტში სამყაროს ასაკისა, რაც ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ უფრო მეტი დრო ფორმირებისთვის. მაგრამ ეს იდეა აწყდება უზარმაზარ პრობლემას. ჩვენ ვიცით სამყაროს ასაკი არა ერთი გაზომვიდან, არამედ მრავალი დამოუკიდებელი გაზომვიდან, რომლებიც ყველა თანხვედრაში არიან.
ჩვენ ზომავთ სამყაროს ასაკს კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივებიდან. ჩვენ ზომავთ მას გალაქტიკების მანძილებიდან და სიჩქარეებიდან. ჩვენ ზომავთ მას ყველაზე ძველი ვარსკვლავების ასაკებიდან. ჩვენ ზომავთ მას რადიოაქტიური ელემენტების დაშლის ტემპებიდან. და ყველა ეს გაზომვა გვაძლევს იმავე პასუხს, პლუს-მინუს რამდენიმე ასეული მილიონი წელი. დაახლოებით 10-4 მილიარდლოებით 10-4 მილიარდი წელი. თუ ეს რიცხვი არასწორია, მაშინ არა მხოლოდ ერთი გაზომვა არის არასწორი, ყველა გაზომვა არის არასწორი. და ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ერთი თეორია არის არასწორი, მრავალი თეორია არის არასწორი. ეს იქნებოდა არა მცირე კორექტირება, ეს იქნებოდა სრული კატასტროფა. თუ სამყარო უფრო მოხუცია, მაშინ ვების გალაქტიკებს ჰქონდათ უფრო მეტი დრო ფორმირებისთვის, რაც გაამარტივებდა მათ ახსნას. მაგრამ ეს იდეა აწყდება იმავე პრობლემას. ყველა ჩვენი გაზომვა ამბობს, რომ სამყარო არის დაახლოებით 10-4 მილიარდი წლის, არა უფრო მეტი. გარდა ამისა, თუ სამყარო უფრო მოხუცია, მაშინ სხვა რამეები უნდა იყოს განსხვავებული. გალაქტიკები უნდა იყვნენ უფრო გავრცელებულები, ვარსკვლავები უნდა იყვნენ უფრო მოხუცები. ქიმიური შემადგენლობა უნდა იყოს განსხვავებული. და ჩვენ არ ხედავთ ამ განსხვავებებს. ამიტომ იდეა, რომ სამყაროს ასაკი არის არასწორი, ასევე ჩანს არასავარაუდოდ. მესამე რადიკალური იდეა არის ის, რომ შესაძლოა სამყაროს გაფართოების ტემპი არ იყო მუდმივი. შესაძლოა ადრეულ დროში სამყარო ფართოვდებოდა უფრო ნელა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. და თუ ეს მართალია, მაშინ გალაქტიკებს ჰქონდათ უფრო მეტი დრო ფორმირებისთვის, ვიდრე ჩვენი ამჟამინდელი მოდელები ვარაუდობენ. ეს იდეა დაკავშირებულია პარამეტრთან, რომელსაც ჰაბლის მუდმივა ეწოდება. ეს პარამეტრი აღწერს, თუ რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო დღეს. მაგრამ ბოლო წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს რაღაც შემაშფოთებელი. სხვადასხვა მეთოდები ჰაბლის მუდმივის გაზომვისთვის აძლევენ სხვადასხვა პასუხებს. როცა თქვენ ზომავთ ჰაბლის მუდმივას კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივებიდან, სინათლე, რომელიც მოდის ადრეული სამყაროდან, თქვენ იღებთ ერთ რიცხვს. როცა თქვენ ზომავთ მას ახლომდებარე გალაქტიკებიდან და სუპერნოვებიდან, ობიექტები, რომლებიც არიან ბევრად უფრო ახლოს დროში, თქვენ იღებთ განსხვავებულ რიცხვს. განსხვავება არ არის დიდი, დაახლოებით 10%, მაგრამ ის არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. ეს არ არის უბრალოდ გაზომვის შეცდომა, ეს არის რეალური განსხვავება. ამ განსხვავებას ჰაბლის დაძაბულობა ეწოდება, Hubble tension. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო თანამედროვე კოსმოლოგიაში. თუ ადრეული სამყარო და გვიანდელი სამყარო აძლევენ განსხვავებულ პასუხებს ჰაბლის მუდმივისთვის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არის არასწორი ჩვენს გაგებაში სამყაროს გაფართოების შესახებ. ერთი შესაძლო ახსნა არის ის, რომ ბნელი ენერგია, იდუმალი ძალა, რომელიც აჩქარებს სამყაროს გაფართოებას, არ არის მუდმივი. შესაძლოა ის იცვლება დროთა განმავლობაში. შესაძლოა ადრეულ სამყაროში ბნელი ენერგია იყო უფრო სუსტი, რაც ნიშნავს, რომ გაფართოება იყო უფრო ნელი. და თუ გაფართოება იყო უფრო ნელი, მაშინ გალაქტიკებს ჰქონდათ უფრო მეტი დრო ფორმირებისთვის. მაგრამ ეს იდეა ასევე მოითხოვს ახალ ფიზიკას. ლამბდა CDM მოდელში ბნელი ენერგია არის მუდმივი. ის არის კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც არ იცვლება დროთა განმავლობაში. თუ ბნელი ენერგია იცვლება, მაშინ ის არ არის მუდმივა. ის არის დინამიური ველი, რომელსაც აქვს საკუთარი თვისებები და ევოლუცია. და ჩვენ არ ვიცით რა არის ეს ველი, როგორ მუშაობს ის, ან რატომ იცვლება ის. გარდა ამისა, თუნდაც თუ ბნელი ენერგია იცვლება, არ არის ნათელი თუ ეს საკმარისია ვების დაკვირვებების ასახსნელად. ჰაბლის დაძაბულობა არის დაახლოებით 10% განსვაგნდის განსხვავება გაფართოების ტემპში. მაგრამ ვების გალაქტიკები არიან 100-ჯერ, ზოგჯერ 1000-ჯერ უფრო მასიური ვიდრე უნდა იყვნენ. 10%-ის კორექტირება არ არის საკმარისი ასეთი დიდი განსხვავების ასახსნელად. და ასე, ერთი იდეის შემდეგ მეორე, მეცნიერები აღმოაჩენენ, რომ არ არსებობს მარტივი ახსნა. არ არსებობს მცირე კორექტირება, რომელიც აგვარებს ყველაფერს. ყოველი გადაწყვეტა ან მოითხოვს ახალ ფიზიკას, რომლისთვისაც ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, ან ეწინააღმდეგება სხვა დაკვირვებებს, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს. და ეს არის მომენტი, როცა მეცნიერული საზოგადოება იწყებს გაყოფას ორ ბანაკად. პირველი ბანაკი ამბობს: მოდით დავჩეთ მშვიდად, მოდით მივიღოთ უფრო მეტი მონაცემები, მოდით გავაკეთოთ უფრო მეტი დაკვირვებები. შესაძლოა ეს გალაქტიკები არ არიან ისეთი უჩვეულო, როგორც ჩანს. შესაძლოა ჩვენ გამორჩით რაღაც მარტივს. მოდით არ გავანადგუროთ 100 წლის ფიზიკა 2 წლის მონაცემების საფუძველზე. მეორე ბანაკი ამბობს: ეს არის რეალური. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის არა ანომალია, ეს არის მოდელი. და თუ ჩვენ უგულებელ ყოფთ მას, ჩვენ კარგავთ შესაძლებლობას აღმოვაჩინოთ რაღაც ფუნდამენტური სამყაროს შესახებ. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი აღმოჩენები მოდის, როცა ჩვენი თეორიები ვერ ხსნიან დაკვირვებებს. ეს არის ის, როგორ აღმოვაჩინეთ ბნელი მატერია.
ეს არის ის, როგორ აღმოაჩინეთ ბნელი ენერგია და შესაძლოა ეს არის ის, როგორ აღმოაჩენთ რაღაც კიდევ უფრო ფუნდამენტურს. ორივე ბანაკი მართალია თავისი გზით. პირველი ბანაკი მართალია, რომ მეცნიერება მოითხოვს სიფრთხილეს, სკეპტიციზმს, მრავალჯერად შემოწმებას. მეორე ბანაკი მართალია, რომ მეცნიერება ასევე მოითხოვს გამბედაობას, ღიაობას, მზადყოფნას, გადახედოს ფუნდამენტურ დაშვებებს. და ეს დაძაბულობა, ეს დებატი არის ის, რაც მოძრაობს მეცნიერებას წინ. არა კონსენსუსი, არამედ უთანხმოება. არა ერთსულოვნება, არამედ კონფლიქტი. რადგან სწორედ ამ კონფლიქტში, ამ დაჯახებაში იდეებს შორის იბადება ახალი გაგება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც ნაკლებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა ყველაზე შემაშფოთებელია. შესაძლებლობა, რომ ჩვენ ვეძებთ არასწორ ადგილას პასუხებს. შესაძლებლობა, რომ პრობლემა არ არის ჩვენს თეორიებში galaktikების ფორმირების შესახებ, არამედ ჩვენს თეორიებში თავად სამყაროს შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გაიგოთ, როგორ მუშაობს საათი. თქვენ აშლით მას, იკვლევთ მის კბილანებს, მის ზამბარებს, მის ბორბლებს. თქვენ ზომავთ მათ ზომებს, მათ სიჩქარეებს, მათ ურთიერთქმედებებს და თქვენ აშენებთ მოდელს, რომელიც ხსნის, როგორ მოძრაობენ ისინი, როგორ ურთიერთქმენ ისინი, როგორ ქმნიან ისინი დროის გაზომბას. მაგრამ შემდეგ ვიღაც მოდის და გეუბნებათ, თქვენი მოდელი არის შესანიშნავი, მაგრამ ის ვარაუდობს, რომ საათი მუშაობს მექანიკური პრინციპებით. რა მოხდება თუ ეს საათი არის ელექტრონული? რა მოხდება თუ არ არსებობს კბილანები და ზამბარები, მხოლოდ მიკროჩიპი და ბატარეა? მაშინ თქვენი მთელი მოდელი, რამდენადაც ელეგანტური და დეტალურია, არის არარელევანტური. არა იმიტომ, რომ ის არასწორია თავისი ლოგიკით, არამედ იმიტომ, რომ ის ეფუძნება არასწორ დაშვებას იმის შესახებ, თუ რა არის საათი. შესაძლოა ჩვენ ვართ მსგავს სიტუაციაში სამყაროსთან. ჩვენი მოდელები, ლამბდა CDM, დიდი აფეთქება, იერარქიული ფორმირება, ყველა ეფუძნება ფუნდამენტურ დაშვებებს. დაშვებას, რომ სამყარო არის ჰომოგენური და იზოტროპული, ერთნაირი ყველა მიმართულებით. დაშვებას, რომ ფიზიკის კანონები არის იგივე ყველგან და ყოველთვის. დაშვებას, რომ დრო მიედინება ერთი მიმართულებით, წარსულიდან მომავლისკენ. დაშვებას, რომ სივრცე და დრო არის ფუნდამენტური, არა წარმოებული. მაგრამ რა მოხდება თუ ეს დაშვებები არის არასწორი? რა მოხდება თუ სამყარო არ არის ჰომოგენური? თუ არსებობს რეგიონები, სადაც ფიზიკა მუშაობს განსხვავებულად? რა მოხდება თუ ფიზიკის კანონები იცვლება დროთა განმავლობაში ან სივრცეში? რა მოხდება თუ დრო არ არის ფუნდამენტური? თუ ის არის წარმოებული თვისება, რომელიც გამოჩნდება უფრო ღრმა რეალობიდან? ეს არის იდეები, რომლებიც მოდის კვანტური გრავიტაციიდან. სფერო ფიზიკისა, რომელიც ცდილობს გააერთიანოს კვანტური მექანიკა და ზოგადი ფარდობითობა. ამ სფეროში ფიზიკოსები მუშაობენ თეორიებზე, სადაც სივრცე და დრო არ არის ფუნდამენტური, არამედ წარმოიქმნება უფრო ძირითადი ერთეულებიდან, კვანტური ინფორმაციის ბიტებიდან ან სიმებიდან, რომლებიც ვიბრირებენ უფრო მაღალ განზომილებებში ან სხვა ეგზოტიკური სტრუქტურებიდან. თუ ეს თეორიები მართალია, მაშინ ჩვენი ამჟამინდელი მოდელები სამყაროსი არის მხოლოდ მიახლოებები, ეფექტური აღწერები, რომლებიც მუშაობს ნორმალურ პირობებში, მაგრამ იშლება ექსტრემალურ პირობებში. და ადრეული სამყარო, ცხელი, მკვრივი, ენერგიული, შეიძლება იყოს სწორედ ის ადგილი, სადაც ეს მიახლოებები იშლება. შესაძლოა ვების galaktikები არ არიან ანომალია. შესაძლოა ისინი არიან ნორმალური და ჩვენი თეორიები არის ანომალია. შესაძლოა ისინი გვიჩვენებენ თუ როგორ მუშაობს სამყარო მართლაც, როცა თქვენ უყურებთ მას საკმარისად ღრმად, საკმარისად ადრე, საკმარისად ახლოს დასაწყისთან. მაგრამ ეს არის სპეკულაცია. ეს არის იდეა, რომელიც არ არის ჯერ მხარდაჭერილი მტკიცებულებით. და მეცნიერება არ მუშაობს სპეკულაციებზე, ის მუშაობს მონაცემებზე. ამიტომ რა არის მონაცემები? რას გვეუბნება ჯეიმს ვები ახლა, 2 წლის შემდეგ მისი პირველი დაკვირვებებიდან? პასუხი არის, ის გვეუბნება, რომ პრობლემა არ გაქრა. თუ რამე, ის გაძლიერდა. ყოველი ახალი დაკვირვება, ყოველი ახალი ნაშრომი, ყოველი ახალი ანალიზი ადასტურებს, რომ ადრეული galaktikები არიან უფრო მასიური, უფრო მომწიფებული, უფრო სტრუქტურირებული, ვიდრე ჩვენი მოდელები პროგნოზირებენ. ზოგიერთი gati galaktika, რომელიც თავდაპირველად ჩანდა ძალიან შორეულად, დადასტურდა სპექტროსკოპობით. ზოგიერთი galaktika, რომელიც თავდაპირველად ჩანდა ძალიან მასიურად, დადასტურდა დამატებითი გაზომებით. ზოგიერთი galaktika, რომელიც თავდაპირველად ჩანდა ძალიან მომწიფებულად, დადასტურდა დეტალური ანალიზით. და ახალი galaktikები აღმოჩნდნენ, კიდევ უფრო შორეული, კიდევ უფრო მასიური, კიდევ უფრო უჩვეულო. galaktikები, რომლებიც არსებობენ 200 მილიონ წელს დიდი აფეთქების შემდეგ, დრო, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ 1% სამყაროს ამჟამინდელი 100 ასაკიდან,
გალაქტიკები, რომლებსაც აქვთ სპირალური სტრუქტურები, ზოლიანი სტრუქტურები, ელიფსური ფორმები, ყველა ის მრავალფეროვნება, რომელიც უნდა მოითხოვდეს მილიარდობით წელს განვითარებისთვის. ზოგიერთი მეცნიერი ჯერ კიდევ სკეპტიკურია. ისინი ამბობენ: მოდით დაველოდოთ, მოდით დავრწმუნდეთ, მოდით არ გავაკეთოთ ჩქარობით დასკვნები. მაგრამ სხვები იწყებენ აღიარებას, რომ რაღაც რეალურად არის აქ. რაღაც, რაც არ გაქრება დამატებითი მონაცემებით. რაღაც, რაც მოითხოვს ახსნას. და ეს ახსნა, როგორც ჩანს, არ იქნება მარტივი. ის არ იქნება მცირე კორექტირება, პატარა თვიკი, ტექნიკური დეტალი. ის იქნება რაღაც უფრო ფუნდამენტური. რაღაც, რაც შეცვლის ჩვენს გაგებას იმისა, თუ როგორ მუშაობს სამყარო, როგორ ვითარდება ის, როგორ გახდა ის, რაც არის. და ეს არის ის, რაც აქცევს ჯეიმს ვების დაკვირვებებს არამხოლოდ საინტერესოდ, არამედ პოტენციურად რევოლუციურად. რადგან თუ ეს გალაქტიკები მართლაც არიან ის, რასაც ისინი ჩანან, თუ ისინი მართლაც არიან ისეთი მასიური, ისეთი მომწიფებული, ისეთი სტრუქტურირებული, ისეთ ადრეულ დროში, მაშინ რაღაც უნდა შეიცვალოს. ან ჩვენი გაზომვები, ან ჩვენი მოდელები, ან ჩვენი ფუნდამენტური გაგება რეალობისა. და ეს არის მომენტი, როცა მეცნიერება ხდება არამხოლოდ აღმოჩენა, არამედ თავგადასავალი. არამხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ ცოდნის გადახედვა. არამხოლოდ პასუხების პოვნა, არამედ კითხვების გადაფასება. და შემდეგი კითხვა, რომელსაც მეცნიერები ეკითხებიან, არის: თუ ჩვენი მოდელები მართლაც არის არასწორი, მაშინ რა არის სწორი? რა არის ალტერნატივა? და როგორ შეგვიძლია გავარკვიოთ? არსებობს მომენტი მეცნიერებაში, როცა თეორიები ჩერდება და დაკვირვებები იწყებენ საუბარს. როცა განტოლებები ჩუმდებიან და ტელესკოპები იძახიან. ჯეიმს ვები ამ მომენტში არის ახლა. არა როგორც ინსტრუმენტი, რომელიც უბრალოდ აგროვებს მონაცემებს, არამედ როგორც მოწმე, რომელიც სulis თამაშის წესებს. და მეცნიერები, რომლებიც აკვირდებიან ამ მოწმეს, არ მოჩნდნენ უჩვეულო პოზიციაში. მათ უნდა გადაწყვიტონ, ენდონ თუ არა საკუთარ თვალებს. წარმოიდგინეთ არქეოლოგი, რომელიც თხრის ძველ ნანგრევებს. ის იცის რა უნდა იპოვოს: კერამიკის ნამსხვრევები, ქვის იარაღები, ძვლების ნაშთები. მაგრამ შემდეგ ერთ დღეს ის პოულობს რაღაც შეუძლებელს, ლეპტოპს. არა თანამედროვე ლეპტოპს, რომელიც ვიღაცამ დაკარგა, არამედ ლეპტოპს, რომელიც ჩაშენებულია ფენაში, რომელიც თარიღდება 5000 წლით ძველად. ყველა ტესტი ადასტურებს თარიღს, ყველა ანალიზი ადასტურებს ავთენტურობას, მაგრამ ეს შეუძლებელია. ლეპტოპები არ არსებობდნენ 5000 წლის წინ. ასე გრძნობენ თავს ასტრონომები ახლა. ისინი თხრიან დროის ფენებს, უყურებენ სამყაროს არქეოლოგიას. და ისინი პოულობენ გალაქტიკებს, არა პრიმიტიულ არქაულ სტრუქტურებს, არამედ თანამედროვე განვითარებულ რთულ სისტემებს, ფენებში, რომლებიც თარიღდება სამყაროს ბავშვობით. ყველა ტესტი ადასტურებს თარიღს, ყველა ანალიზი ადასტურებს მასებს, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ისინი იციან. ამიტომ ისინი აკეთებენ იმას, რასაც მეცნიერები ყოველთვის აკეთებენ, როცა რეალობა ეწინააღმდეგება მოლოდინებს. ისინი ამოწმებენ. ისინი ამოწმებენ კიდევ და კიდევ. ისინი ეძებენ შეცდომებს, ეძებენ ალტერნატივებს, ეძებენ გზებს, რომ შეათავსონ შეუძლებელი შესაძლებელთან. პირველი ტესტი არის ყველაზე ფუნდამენტური. დარწმუნდით, რომ ეს გალაქტიკები მართლაც არიან იქ, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არიან. მანძილის გაზომვა ასტრონომიაში არ არის მარტივი. თქვენ არ შეგიძლიათ გაიყვანოთ საზომი ლენტი გალაქტიკამდე. თქვენ უნდა გამოიყენოთ არაპირდაპირი მეთოდები, სინათლის თვისებები, სპექტრალური ხაზები, წითელი ძვრა. წითელი ძვრა არის ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ Z. ეს არის რიცხვი, რომელიც გეუბნებათ, რამდენად გაიწელა სინათლე სამყაროს გაფართოების გამო. Z ნულის ტოლი ნიშნავს, რომ ობიექტი არის ძალიან ახლოს, მისი სინათლე არ არის გაწითლებული. Z ერთის ტოლი ნიშნავს, რომ სამყარო გაფართოვდა ორჯერ მას შემდეგ, რაც სინათლე დატოვა ობიექტი. Z 10-ის ტოლი ნიშნავს, რომ სამყარო გაფართოვდა 11ჯერ, რაც შეესაბამება დროს დაახლოებით 490 მილიონ წელს დიდი აფეთქების შემდეგ. ვების გალაქტიკები აქვთ Z მნიშვნელობები 10-დან 15-მდე, ზოგიერთს კი უფრო მაღალი. ეს არის მანძილები, რომლებიც შეესაბამება დროს 250-დან 200 მილიონ წელს დიდი აფეთქების შემდეგ. მაგრამ როგორ იციან მეცნიერები, რომ ეს Z მნიშვნელობები სწორია? პირველი მეთოდი არის ფოტომეტრიული წითელი ძვრა. თქვენ იღებ გალაქტიკის სურათებს სხვადასხვა ფილტრებით, ლურჯი, მწვანე, წითელი, ინფრაწითელი და ადარებთ სიკაშკაშეებს. თუ გალაქტიკა ნათელია წითელში, მაგრამ სუსტია ლურჯში, ეს ნიშნავს, რომ მისი სინათლე გადაწითლებულია. რაც უფრო დიდია განსხვავება, მით უფრო დიდია წითელი ძვრა. მაგრამ ეს მეთოდი არ არის სრულყოფილი.
ის შეიძლება შეცდეს, თუ galaktika შეიცავს ბევრ მტვერს, რომელიც აბნელებს ლურჯ სინათლეს. ის შეიძლება შეცდეს, თუ galaktika აქვს უჩვეულო ვარსკვლავთა პოპულაცია, მაგალითად, ბევრი ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ცხელი ვარსკვლავი, რომელიც გამოსცემს ბევრ ულტრაისფერ სინათლეს. ამიტომ მეცნიერები ყოველთვის ცდილობენ დაადასტურონ ფოტომეტრიული წითელი ძვრა სპექტროსკოპიით. სპექტროსკოპია არის უფრო ზუსტი. თქვენ იღებთ galaktikis სინათლეს და ყოფთ მას სპექტრად, ცალკეულ ფერებად, როგორც პრიზმა ყოფს მზის სინათლეს ცისარტყელად. ამ სპექტრში თქვენ ეძებთ დამახასიათებელ ხაზებს, რებს, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ ელემენტებს, როგორიცაა წყალბადი, ჟანგბადი, ნახშირბადი. ეს ხაზები აქვთ ცნობილ ტალღის სიგრძეებს ლაბორატორიაში, მაგრამ შორეულ galaktikაში ისინი გადაწითლებულნი არიან, გადაადგილებულნი უფრო გრძელ ტალღებზე. რაც უფრო დიდია ეს გადაადგილება, მით უფრო დიდია წითელი ძვრა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მეცნიერებმა მიიღეს სპექტროსკოპიული დადასტურებები ათობით ვების galaktikისთვის და თითქმის ყველა შემთხვევაში სპექტროსკოპიული წითელი ძვრა ემთხვევა ფოტომეტრიულ წითელ ძვრას. galaktikები მართლაც არიან იქ, სადაც ისინი ჩანან. ისინი მართლაც არსებობენ სამყაროს პირველ რამდენიმე ასეულ მილიონ წელში. მაგრამ შესაძლოა მანძილი სწორია, მაგრამ მასები არასწორია. შესაძლოა ეს galaktikები არ არიან ისეთი მასიური, როგორც ჩანს. მასის შეფასება არის უფრო რთული ვიდრე მანძილის შეფასება. თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ დაწონოთ galaktika. თქვენ უნდა გამოიტანოთ მისი მასა, მისი სინათლიდან. და ეს მოითხოვს დაშვებებს. დაშვებებს იმის შესახებ, თუ რამდენი ვარსკვლავია galaktikaში, რა ტიპის ვარსკვლავებია ისინი, რამდენ სინათლეს გამოსცემს თითოეული ვარსკვლავი. ასტრონომები იყენებენ ვარსკვლავთა პოპულაციის სინთეზის მოდელებს. ეს არის კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც სიმულაციას უკეთებენ galaktikis ევოლუციას. თქვენ იწყებთ გაზის ღრუბლით. თქვენ ამატებთ ვარსკვლავთა ფორმირებას, ახალი ვარსკვლავები იბადებიან გარკვეული ტემპით. თქვენ ამატებთ ვარსკვლავთა ევოლუციას. ვარსკვლავები ბერდებიან, იცვლებიან, გვდებიან. თქვენ ამატებთ ქიმიურ ევოლუციას. ვარსკვლავები ქმნიან მძიმე ელემენტებს და აფრქვევენ მათ სივრცეში. და თქვენ ითვლით, რამდენ სინათლეს უნდა გამოსცემდეს ეს galaktika სხვადასხვა ტალღის სიგრძეებზე, სხვადასხვა დროს. შემდეგ თქვენ ადარებთ ამ სიმულაციას რეალურ დაკვირვებებს. თუ სიმულაცია ემთხვევა დაკვირვებებს, თქვენ ამბობთ: კარგი, ეს galaktika შეიცავს დაახლოებით ამდენ ვარსკვლავს, ამდენ მასას, ამ ასაკს. თუ სიმულაცია არ ემთხვევა, თქვენ ცვლით პარამეტრებს და ცდილობთ კიდევ. მაგრამ ეს პროცესი არ არის ერთმნიშვნელოვანი. სხვადასხვა დაშვებები აძლევენ სხვადასხვა პასუხებს. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ galaktika ქმნის ვარსკვლავებს ძალიან სწრაფად, თქვენ მიიღებთ ერთ მასას. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ ის ქმნის ვარსკვლავებს ნელა, თქვენ მიიღებთ განსხვავებულ მასას. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ galaktika შეიცავს ბევრ მტვერს, მასა იზრდება. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ ის შეიცავს ცოტა მტვერს, მასა მცირდება. ამიტომ მეცნიერები ცდილობენ გამოიყენონ მრავალი დამოუკიდებელი მეთოდი. ისინი ზომავენ არა მხოლოდ სიკაშკაშეს, არამედ ფერებს, თანაფარდობას სინათლის ინტენსივობებს შორის სხვადასხვა ტალღის სიგრძეებზე. ისინი ზომავენ სპექტრალურ ხაზებს, ძლიერებას და ფორმას ხაზებისა, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ ელემენტებს. ისინი ზომავენ მორფოლოგიას, galaktikis ფორმას, ზომას, სტრუქტურას. და ყველა ეს მეთოდი მიუთითებს იმავე დასკვნაზე. ვების galaktikები მართლაც არიან მასიურები. არა ყველა მათგანი, ზოგიერთი ადრეული შეფასება იყო გადაჭარბებული, მაგრამ ბევრი მათგანი, შესაძლოა უმეტესობა, აქვს მასები, რომლებიც აღემატება 10 მილიარდ მზის მასას. ზოგიერთს აქვს მასები, რომლებიც აღემატება 100 მილიარდ მზის მასას. ეს არის მასები, რომლებიც შედარებული არიან ჩვენ საკუთარ galaktikasთან, ნაპერწკლებთან, რომელსაც ჰქონდა 10 მილიარდი წელი ფორმირებისთვის. მაგრამ შესაძლოა ეს მასები არის ვარსკვლავებში, არა მთლიან მატერიაში. შესაძლოა ეს galaktikები უბრალოდ ძალიან ეფექტურები არიან ვარსკვლავთა ფორმირებაში. ისინი გარდა ქმნიან თითქმის ყველა თავიანთ გაზს ვარსკვლავებად, ეს იქნებოდა ერთი გზა ახსნისთვის. მაგრამ ის აწყდება პრობლემას. ვარსკვლავთა ფორმირება არ არის 100% ეფექტური. ის არ შეიძლება იყოს. როცა გაზის ღრუბელი იკუმშება და ქმნის ვარსკვლავებს, ბევრი რამ ხდება, რაც ხელს უშლის სრულ გარდაქმნას. ვარსკვლავები გამოსცემენ გამოსხივებას, რსხივებას, რომელიც ათბობს გარშემო მყოფ გაზს და აფერხებს შემდგომ შეგუმშვას. ვარსკვლავები აფეთქდებიან სუპერნოებად, რომლებიც ათხევენ გაზს galaktikიდან. მასიური ვარსკვლავები ქმნიან ძლიერ ქარებს, რომლებიც ათხევენ მატერიას. ყველა ეს პროცესი ამცირებს ვარსკვლავთა ფორმირების ეფექტურობას. თანამედროვე galaktikებში მხოლოდ დაახლოებით 10% გაზისა გარდაიქმნება ვარსკვლავებად. დანარჩენი 90% რჩება გაზად, ან ითხევა, ან იკარგება.
და ადრეულ სამყაროში, სადაც გაზი იყო უფრო ცხელი და ნაკლებად ეფექტური გაგრილებაში, ეფექტურობა უნდა ყოფილიყო კიდევ უფრო დაბალი, არა უფრო მაღალი. ამიტომ თუ ვების galaktikებს აქვთ 10 მილიარდი მზის მასა ვარსკვლავებში, ისინი უნდა დაიწყეს 100 მილიარდი მზის მასის გაზით. და თუ მათ აქვთ 100 მილიარდი მზის მასა ვარსკვლავებში, ისინი უნდა დაიწყეს 1 ტრილიონი მზის მასის გაზით. ეს არის უზარმაზარი რაოდენობები მატერიისა, რომლებიც უნდა დაგროვდეს ძალიან მცირე დროში. ამიტომ მეცნიერები ცდილობენ სხვა მიდგომას. ისინი ეკითხებიან: შესაძლოა ჩვენ არასწორად ვაფასებთ ვარსკვლავთა პოპულაციებს? შესაძლოა ეს galaktikები შეიცავენ ვარსკვლავებს, რომლებიც განსხვავდებიან იმისგან, რასაც ჩვენ ველით? თანამედროვე galaktikებში ვარსკვლავები მოდიან ფართო დიაპაზონში მასებისა. უმეტესობა არის მცირე, წითელი ჯუჯები, რომლებიც არიან 10%-დან 50%-მდე მზის მასის. ზოგიერთი არის საშუალო, როგორიცაა ჩვენი მზე. ზოგიერთი არის დიდი, 10, 20, 50 მზის მასის. და ძალიან იშვიათად ზოგიერთი არის უზარმაზარი, 100 ან მეტი მზის მასის. ეს განაწილება, რამდენი ვარსკვლავია თითოეულ მასის კატეგორიაში, ეწოდება საწყისი მასის ფუნქცია. და ის არის გადამწყვეტი იმის გასაგებად, თუ რამდენ სინათლეს გამოსცემს galaktika. მცირე ვარსკვლავები გამოსცემენ ცოტა სინათლეს, მაგრამ ცხოვრობენ ტრილიონობით წელს. დიდი ვარსკვლავები გამოსცემენ ბევრ სინათლეს, მაგრამ ცხოვრობენ მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელს. ამიტომ თუ galaktika შეიცავს ძირითადად მცირე ვარსკვლავებს, ის იქნება სუსტი, მაგრამ მასიური, ბევრი მასა, ცოტა სინათლე. თუ ის შეიცავს ძირითადად დიდ ვარსკვლავებს, ის იქნება ნათელი, მაგრამ ნაკლებად მასიური, ცოტა მასა, ბევრი სინათლე. შესაძლოა ვების galaktikები შეიცავენ უჩვეულო საწყის მასის ფუნქციას. შესაძლოა ისინი ქმნიან უფრო მეტ დიდ ვარსკვლავს, ვიდრე თანამედროვე galaktikები. ეს ახსნიდა თუ რატომ არიან ისინი ასე ნათელი. ბევრი დიდი ვარსკვლავი ნიშნავს ბევრ სინათლეს. და ეს ნიშნავდა, რომ მათი მასები არ არის ისეთი დიდი, როგორც ჩანს. ნაკლები მასა საჭიროა იმავე სიკაშკაშის წარმოსაქმნელად. მაგრამ ეს იდეა ასევე აწყდება პრობლემებს. პირველი, ჩვენ არ ვიცით, რატომ ადრეული galaktikები ქმნიდნენ უფრო მეტ დიდ ვარსკვლავს. საწყისი მასის ფუნქცია განისაზღვრება ფიზიკით, გაზის ტემპერატურით, სიმკვრივით, ტურბულენტობით. და ეს ფიზიკა უნდა იყოს იგივე ყველგან და ყოველთვის, თუ ფიზიკის კანონები არ იცვლება. მეორე, თუნდაც თუ ადრეული galaktikები ქმნიდნენ უფრო მეტ დიდ ვარსკვლავს, ეს არ ახსნის წითელ ფერებს. დიდი ვარსკვლავები არიან ლურჯი და ცხელი, არა წითელი და გრილი. თუ galaktika სავსეა დიდი ვარსკვლავებით, ის უნდა ჩანდეს ლურჯად, არა წითლად. მაგრამ ზოგიერთი ვების galaktika ჩანს წითლად, რაც მიუთითებს მოხუც ვარსკვლავებზე, არა ახალგაზრდა ვარსკვლავებზე. მესამე, დიდი ვარსკვლავები კვდებიან სწრაფად. თუ galaktika ქმნის მხოლოდ დიდ ვარსკვლავებს, ის გამოიწვევს ვარსკვლავთა ფორმირების აფეთქებას, ინტენსიურ პერიოდს, რომელიც გრძელდება რამდენიმე მილიონ წელს და შემდეგ შეჩერდება. ყველა ვარსკვლავი აფეთქდება და galaktika გახდება ბნელი. მაგრამ ვების galaktikები არ ჩანან ბნელად. ისინი ჩანან ნათლად, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ ქმნიან ვარსკვლავებს, ან ჰქონდათ ბევრი ვარსკვლავი, რომლებიც ჯერ კიდევ ანათებენ. ამიტომ უჩვეულო საწყისი მასის ფუნქცია, თუმცა შესაძლებელი, არ ჩანს საკმარისად ახსნისთვის. კიდევ ერთი იდეა არის ის, რომ შესაძლოა ეს galaktikები არ არიან galaktikები. შესაძლოა ისინი არიან რაღაც სხვა, ობიექტები, რომლებიც ჩანან როგორც galaktikები, მაგრამ მართლაც არიან განსხვავებული. ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ისინი არიან კვაზარები, ობიექტები, რომლებიც იკვებებიან სუპერმასიური შავი ხვრელებით. კვაზარები არიან ძალიან ნათელი, ისინი შეიძლება გამოსცემდნენ 100-ჯერ მეტ სინათლეს, ვიდრე მთელი galaktika. და ისინი შეიძლება ჩანდნენ როგორც კომპაქტური წერტილოვანი წყაროები, რომლებიც შეიძლება აგვერიოს galaktikებად. მაგრამ ეს იდეა ასევე აწყდება პრობლემებს. პირველი, კვაზარებს აქვთ დამახასიათებელი სპექტრალური ხელმოწერები, ძლიერი ემისიის ხაზები, რომლებიც მოდის ცხელი გაზიდან, რომელიც ეშვება შავ ხვრელში. ვების galaktikების უმეტესობას არ აქვს ეს ხელმოწერები. ისინი ჩანან როგორც ნორმალური galaktikები, არა კვაზარი. მეორე, კვაზარები არიან ცვალებადი. მათი სიკაშკაშე იცვლება დროთა განმავლობაში, რადგან შავი ხვრელის კვების ტემპი იცვლება. მაგრამ ვების galaktikები ჩანან სტაბილურად. მათი სიკაშკაშე არ იცვლება მნიშვნელოვნად სხვადასხვა დაკვირვებებს შორის. მესამე, კვაზარები არიან იშვიათი. ისინი მოითხოვენ სუპერმასიურ შავ ხვრელს, მილიონობით ან მილიარდობით მზის მასის, რომელიც აქტიურად იკვებება. მაგრამ ვები ხედავს ასობით, შესაძლოა ათასობით ამ ობიექტს. თუ ისინი ყველველა არიან კვაზარები, ეს ნიშნავს, რომ ადრეული სამყარო იყო სავსე სუპერმასიური შავი ხვრელი ხვრელებით,
რაც თავისთავად არის პრობლემა, რადგან შავი ხვრელები ასევე მოითხოვენ დროს ფორმირებისთვის. ამიტომ კვაზარების იდეა, თუმცა შესაძლებელი ზოგიერთი ობიექტისთვის, არ ახსნის ველა დაკვირვებას. და ასე, ერთი ტესტის შემდეგ მეორე, ერთი იდეის შემდეგ მეორე, მეცნიერები აღმოაჩენენ, რომ ვების დაკვირვებები არ გაქრება. ისინი არ არის ინსტრუმენტული შეცდომები, ისინი არ არის გაზომვის შეცდომები, ისინი არ არის ინტერპრეტაციის შეცდომები. ისინი არ არიან რეალური გალაქტიკები, რეალურ მანძილებზე, რეალური მასებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს მოდელებს. მაგრამ მეცნიერება არ ჩერდება აქ. მეცნიერება არ ამბობს, კარგი, ჩვენი მოდელები არასწორია, მოდით დავანებოთ. მეცნიერება ამბობს, კარგი, ჩვენი მოდელები არ ხსნიან ყველაფერს, მოდით გავაუმჯობესოთ ისინი. მოდით შევქმნათ ახალი მოდელები, მოდით გავაკეთოთ ახალი ექსპერიმენტები, მოდით მივიღოთ ახალი მონაცემები. და ეს არის ის, რასაც ასტრონომები აკეთებენ ახლა. ისინი გეგმავენ ახალ დაკვირვებებს, უფრო ღრმა, უფრო გრძელი, უფრო დეტალური. ისინი აშენებენ ახალ მოდელებს, უფრო რთული, უფრო რეალისტური, უფრო ფართო. ისინი ეძებენ ახალ გზებს ტესტირებისთვის, ახალ ხელმოწერებს, ახალ მოდელებს, ახალ კორელაციებს. ერთი მიდგომა არის უფრო ღრმად ჩახედვა. ვები უკვე ხედავს გალაქტიკებს Z15-მდე, დაახლოებით 200 მილიონ წელს დიდი აფეთქების შემდეგ. მაგრამ შესაძლოა არსებობებენ გალაქტიკები კიდევ უფრო ადრე, Z20-ზე, 25-ზე, 30-ზე. ეს იქნებოდა გალაქტიკები, რომლებიც არსებობენ 100 მილიონ წელს ან ნაკლებ დიდი აფეთქების შემდეგ. დრო, რომელიც წარმოადგენს ნაკლებ ვიდრე 1% სამყაროს ამჟამინდელი ასაკიდან. თუ ვები იპოვის გალაქტიკებს ამ ადრეულ დროში და თუ ისინი ასევე არიან მასიურები და მომწიფებულები, ეს გააძლიერებს პრობლემას. ეს ნიშნავს, რომ გალაქტიკები ყალიბდებოდნენ კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. მაგრამ თუ ვები არ იპოვის გალაქტიკებს ამ ადრეულ დროში, თუ არსებობს ზღვარი, რომლის მიღმა გალაქტიკები უეცრად ხდებიან პატარა და პრიმიტიული, ეს იქნება მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარდამავალი პერიოდი, დრო, როცა გალაქტიკები იწყებენ ფორმირებას და ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ეს პერიოდი, გავიგოთ ის, გამოვიყენოთ ის ჩვენი მოდელების შესამოწმებლად. მეორე მიდგომა არის უფრო დეტალურად შესწავლა. ვები არ უბრალოდ ხედავს გალაქტიკებს როგორც სინათლის წერტილებს, ის ხედავს მათ სტრუქტურას, მათ ფორმებს, მათ ზომებს, მათ შიდა მოდელებს. ის ხედავს მათ სპექტრებს, მათ ფერებს, მათ ხაზებს, მათ ქიმიურ შემადგენლობას. და ყოველი ეს დეტალი გვეუბნება რაღაცას გალაქტიკის ისტორიის შესახებ. მაგალითად, თუ გალაქტიკას აქვს სპირალური სტრუქტურა, ეს ნიშნავს, რომ ის ბრუნავს და მისი ბრუნვა ორგანიზებს ვარსკვლავებს მოდელებში. მაგრამ სპირალური სტრუქტურები მოითხოვენ დროს ფორმირებისთვის. დროს, რომ გალაქტიკამ შემოიტრიალოს ამდენიმეჯერ, დროს, რომ გრავიტაციულმა ტალღებმა გაავრცელონ და შექმნან მოდელები. თუ ვების გალაქტიკებს აქვს სპირალური სტრუქტურები, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ეს სტრუქტურები, გამოვთვალოთ რამდენი დრო დასჭირდა მათ ფორმირებას და შევადაროთ ეს დროს, რომელიც გალაქტიკას ჰქონდა. ან თუ გალაქტიკას აქვს ცენტრალური გამოსხივება, ეს ნიშნავს, რომ ის შეიცავს სუპერმასიურ შავ ხვრელს. მაგრამ შავი ხვრელები იზრდებიან ჭამით. ისინი შთანთქავენ გაზს, მტვერს, ვარსკვლავებს. და ჭამას აქვს ლიმიტი, ედინგტონის ლიმიტი, რომელიც განისაზღვრება იმით, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია შავ ხვრელს შთანთქას მატერია, სანამ გამოსხივების წნევა არ დაიწყებს მატერიის გაძევებას. თუ ვების გალაქტიკებს აქვთ სუპერმასიური შავი ხვრელები, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ მათი მასები, გამოვთვალოთ რამდენი დრო დასჭირდა მათ ფორმირებას ედინგტონის ლიმიტით და შევადაროთ ეს დროს, რომელიც მათ ჰქონდათ. ან თუ გალაქტიკას აქვს წითელი ფერი, ეს ნიშნავს, რომ მისი ვარსკვლავები მოხუცები არიან. მაგრამ ვარსკვლავები ბერდებიან განსაზღვრული ტემპით. ისინი იწვიან თავიანთ საწვავს, იცვლებიან ფერს, გადადიან სხვადასხვა ფაზებში. თუ ვების გალაქტიკებს აქვთ მოხუცი ვარსკვლავები, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ მათი ასაკები, გამოვთვალოთ როდის უნდა დაბადებულიყვნენ ისინი და შევადაროთ ეს დროს, როცა სამყარო თავად დაიბადა. ყოველი ეს გაზომვა არის დამოუკიდებელი ტესტი. და თუ ყველა ტესტი აძლევს იმავე პასუხს, რომ ეს გალაქტიკები მართლაც არიან ძალიან მასიურები, ძალიან მომწიფებულები, ძალიან სტრუქტურირებულები, ძალიან ადრეულ დროში, მაშინ პრობლემა რეალურია და ჩვენ უნდა მივიღოთ ის სერიოზულად. მესამე მიდგომა არის ახალი თეორიების ტესტირება. თუ ლამბდა CDM მოდელი არ ხსნის ვების დაკვირვებებს, მაშინ რა მოდელი ხსნის და როგორ შეგვიძლია გავარკვიოთ, რომელი მოდელი სწორია. ერთი გზა არის პროგნოზების გაკეთება. თითოეულ მოდელს აქვს საკუთარი პროგნოზები, რაღაცეები, რომლებიც უნდა იყოს მართალი, თუ მოდელი სწორია. მაგალითად, თუ დიდი აირექლის მოდელი სწორია,
თუ სამყარო არსებობდა დიდი აფეთქების წინაც, მაშინ უნდა არსებობდეს ხელმოწერები წინა ციკლისა. შესაძლოა უჩვეულო მოდელები კოსმოსურ მიკროტავღურ ფონურ გამოსხივებაში. შესაძლოა უჩვეულო კორელაციები გალაქტიკების განაწილებაში. შესაძლოა უჩვეულო თვისებები გრავიტაციულ ტალღებში. ან თუ ცვალებადი ბნელი ენერგიის მოდელი სწორია. თუ ბნელი ენერგია იცვლებოდა დროთა განმავლობაში, მაშინ სამყაროს გაფართოების ტემპი უნდა იყოს განსხვავებული სხვადასხვა დროში. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ეს ტემპი სხვადასხვა მანძილებზე. ახლო გალაქტიკები გვიჩვენებენ გვიანდელ დროს, შორეული გალაქტიკები გვიჩვენებენ ადრეულ დროს და ვნახოთ იცვლება თუ არა ის. ან თუ კვანტური გრავიტაციის მოდელი სწორია, თუ სივრცე და დრო არ არის ფუნდამენტური, მაშინ უნდა არსებობდეს ეფექტები, რომლებიც ჩანს ძალიან მაღალ ენერგიებზე ან ძალიან მცირე მასშტაბებზე. შესაძლოა უჩვეულო ქცევა ვარსკვლავთა ფორმირებაში. შესაძლოა უჩვეულო თვისებები შავ ხვრელებში. შესაძლოა უჩვეულო სიგნალები გრავიტაციულ ტალღებში. ყოველი ამ პროგნოზის ტესტირება მოითხოვს ახალ დაკვირვებებს, ახალ ინსტრუმენტებს, ახალ ტექნიკებს. და ეს არის ის, რაზეც ასტრონომები მუშაობენ ახლა. არა მხოლოდ ვებით, არამედ სხვა ტელესკოპებითაც. ჰაბლი, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს და აკვირდება, ალმა, რომელიც ზომავს მილიმეტრულ და სუბმილიმეტრულ გამოსხივებას, ჯეიმს ვებ სპეის ტელესკოპის მომავალი მემკვიდრეები, ახალი თაობის ტელესკოპები, რომლებიც იქნებიან კიდევ უფრო დიდი, კიდევ უფრო მგრძნობიარე, კიდევ უფრო შესაძლებლობიანი. და არა მხოლოდ ტელესკოპები, გრავიტაციული ტალღების დეტექტორები, როგორიცაა ლიგო და ვირგო, რომლებიც ზომავენ სივრცის ხევებს, როცა შავი ხვრელები ერწყმიან. ნეიტრინოს დეტექტორები, როგორიცაა აისკიუბი, რომლებიც ზომავენ მოჩვენებისებრ ნაწილაკებს, რომლებიც გადიან მთელ სამყაროს. ბნელი მატერიის დეტექტორები, რომლებიც ეძებენ უხილავ ნაწილაკებს, რომლებიც ქმნიან გრავიტაციას, მაგრამ არ ურთიერთქმედებენ სინათლესთან. ყოველი ამ ინსტრუმენტი არის ფანჯარა რეალობაში. და ყოველი ფანჯარა გვიჩვენებს რაღაც განსხვავებულ ასპექტს, განსხვავებულ პერსპექტივას, განსხვავებულ ნაწილს თავსატეხის. და როცა ჩვენ ვაერთიანებთ ყველა ამ პერსპექტივას, ჩვენ იწყებთ ხედვას სრული სურათის. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც ნაკლებად ტექნიკურია, მაგრამ შესაძლოა უფრო ფუნდამენტური. ეს არის მიდგომა, რომელიც ეკითხება არა, როგორ შეგვიძლია გავზომოთ უკეთესად, ან როგორ შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მოდელები, არამედ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რას ნიშნავს, რომ სამყარო არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ ველოდით? რას ნიშნავს, რომ ჩვენი თეორიები, რომლებიც ასე კარგად მუშაობდნენ 100 წლის განმავლობაში, უეცრად ვერ ხსნიან ახალ დაკვირვებებს? რას ნიშნავს, რომ რეალობა უფრო რთულია, უფრო მდიდარია, უფრო გასაოცარია, ვიდრე ჩვენი განტოლებები გვთავაზობენ? ერთი პასუხი არის ის, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ. რომ მეცნიერება არ არის დასრულებული, ის არის პროცესი, მოგზაურობა, თავგადასავალი. რომ ყოველი ახალი აღმოჩენა არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი ახალი კითხვებისა, ახალი იდეებისა, ახალი გაგების. მეორე პასუხი არის ის, რომ ეს ნიშნავს, რომ სამყარო უფრო დიდია ვიდრე ჩვენი გონება. რომ რეალობა არ არის შექმნილი ჩვენი გასაგებად. ის არის ის, რაც არის, დამოუკიდებლად იმისა, რას ვფიქრობთ ჩვენ მის შესახებ. რომ ჩვენი როლი არ არის დავიმორჩილოთ სამყარო ჩვენს თეორიებზე, არამედ დავიმორჩილოთ ჩვენი თეორიები სამყაროზე. მესამე პასუხი არის ის, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში. დროში, როცა ჩვენი ტექნოლოგია საბოლოოდ არის საკმარისად ძლიერი, რომ დაინახოს რაღაცეები, რომლებიც ადრე იყო უხილავი. დროში, როცა ჩვენი გაგება საბოლოოდ არის საკმარისად ღრმა, რომ დავსვათ სწორი კითხვები. დროში, როცა ჩვენ საბოლოოდ ვართ მზად შევხედოთ რეალობას მის სრულ სირთულეში და სილამაზეში. და ეს არის ის, რაც აქცევს ჯეიმს ვების დაკვირვებებს არა მხოლოდ მეცნიერულ პრობლემად, არამედ ადამიანურ მომენტად. მომენტად, როცა ჩვენ, როგორც სახეობა, როგორც ცივილიზაცია, როგორც კოლექტიური გონება, ვაწყდებით რაღაცას, რაც აღემატება ჩვენს მოლოდინებს. და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უპასუხოთ. უპასუხოთ თუ არა შიშით. შიშით რაით, რომ ჩვენი თეორიები არასწორია, რომ ჩვენი გაგება არასრულია, რომ ჩვენ არ ვიცით ისეთი ბევრი, როგორც ვფიქრობდით. თუ უპასუხოთ ცნობის მოყვარეობით. ცნობის მოყვარეობით იმის შეშებით, იმის შესახებ თუ რა არის ეს ახალი რეალობა, როგორ მუშაობს ის, რას გვასწავლის ის. თუ უპასუხოთ აღფრთოვანებით. აღფრთოვანებით, რომ ჩვენ ცხოვრობთ დროში, როცა ასეთი აღმოჩენები შესაძლებელია, როცა სამყარო ჯერ კიდევ შეუძლია გაგვაოცოს, როცა რეალობა ჯერ კიდევ შეუძლია გვასწავლოს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი პროგრესი მეცნიერებაში მოდის არა მაშინ, როცა ყველაფერი მუშაობს, როგორც მოსალოდნელია,
არამედ მაშინ, როცა რაღაც არ მუშაობს. როცა დაკვირვებები ეწინააღმდეგებიან თეორიებს, როცა ექსპერიმენტები აძლევენ მოულოდნელ პასუხებს, როცა რეალობა უარს ამბობს ითამაშოს ჩვენი წესებით. ეს იყო ასე, როცა მაიკელსონმა და მორლიმ აღმოაჩინეს, რომ სინათლის სიჩქარე არ იცვლება, აღმოჩენა, რომელმაც გამოიწვია ფარდობითობის თეორია. ეს იყო ასე, როცა პლანკმა აღმოაჩინა, რომ ენერგია მოდის დისკრეტულ პაკეტებში, აღმოჩენა, რომელმაც გამოიწვია კვანტური თეორია მექანიკა. ეს იყო ასე, როცა ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ galaktikები გაშორდებიან, აღმოჩენა, რომელმაც გამოიწვია დიდი აფეთქების თეორია. და ახლა, შესაძლოა ჩვენ ვართ კიდევ ერთი ესეთი მომენტის ზღვარზე. მომენტი, როცა ერთი დაკვირვება, ან 1000 დაკვირვება, გვაიძულებს გადავხედოთ ყველაფერს, რასაც ვფიქრობდით, რომ ვიცოდით. მომენტი, როცა სამყარო გეუბნება, თქვენ შეცდით. არა ყველაფერში, მაგრამ რაღაცაში მნიშვნელოვანში. და ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაიგოთ უკეთესად. მიესმით სრულყოფილად, რაზეც ფიქრობთ ახლა. თქვენ ფიქრობთ, კიდევ ერთი ისტორია იმის შესახებ, რომ მეცნიერები შეცდნენ. კიდევ ერთი თეორია, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც ვასწავლიდნენ სკოლაში, არასწორია. კიდევ ერთი სათაური, რომელიც ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება. და თქვენ მართალი ხართ, რომ ხართ სკეპტიკური. ინტერნეტი სავსეა ადამიანებით, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი აფეთქება არასწორია, რომ აინშტაინი შეცდა, რომ ფიზიკა არის შეთქმულება. უმეტესობა მათგანი არ იციან, რაზეც საუბრობენ. ისინი არ არიან მეცნიერები, ისინი არიან ბლოგერები, იუთუბერები, ადამიანები, რომლებთაც სურთ ყურადღება. მაგრამ ეს არ არის ის. ეს არ არის ისტორია იმის შესახებ, რომ ერთი ადამიანი ინტერნეტში ამბობს, რომ მეცნიერება არასწორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ათასობით მეცნიერი, რეალური მეცნიერები, დოქტორანტურის ხარისხებით, 10 წლეულების გამოცდილებით, ასობით გამოქვეყნებული ნაშრომით, უყურებენ იმავე მონაცემებს და ამბობენ, რაღაც არ არის სწორი. არა იმიტომ, რომ მათ სურთ ყურადღება, არა იმიტომ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, არამედ იმიტომ, რომ მონაცემები არ ემთხვევა თეორიას. და ეს არის განსხვავება. მეცნიერება არ არის რელიგია. რელიგია. მეცნიერება არ ამბობს, აი ჭეშმარიტება და იჯერე იგი. მეცნიერება ამბობს, აი ჩვენი საუკეთესო გაგება ამ მომენტში და ეფუძნა იმას, რაც ჩვენ ვიცით. მაგრამ თუ ახალი მონაცემები გვიჩვენებენ რაღაც განსხვავებულს, ჩვენ შევცვლით ჩვენს გაგებას. არა იმიტომ, რომ ჩვენ სუსტები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პატიოსნები. და პატიოსნება მოითხოვს აღიარებას, როცა რაღაც არ მუშაობს. პატიოსნება მოითხოვს თქმას. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ველოდით ერთ რამეს, მაგრამ დავინახეთ სხვა რამე. და ეხლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რატო. 2024 წელს, 2 წლის შემდეგ ჯეიმს უების პირველი დაკვირვებებიდან, მეცნიერული საზოგადოება აღარ არის გაყოფილი ორ ბანაკად. ის არის გაყოფილი 1000 ბანაკად, 1000 იდეად, 1000 ახსნად, 1000 გზად წინ. მაგრამ ყველა ეთანხმება ერთ რამეში. პრობლემა რეალურია. არ არის საკმარისი მონაცემები. ვებმა გააკეთა 1000 დაკვირვება. არ არის საკმარისი დადასტურება. 100 galaktika დადასტურებულია სპექტროსკოპიით. არ არის საკმარისი ანალიზი. 100 ნაშრომი გამოქვეყნებულია, 1000 მეცნიერის მიერ, 1000 ქვეყნიდან. და ყოველი ახალი ნაშრომი ამატებს დეტალებს. ზოგიერთი galaktika, რომელიც თავდაპირველად ჩანდა ძალიან მასიურად, აღმოჩნდა ნაკლებად მასიური. მაგრამ ჯერ კიდევ უფრო მასიური ვიდრე უნდა იყოს. ზოგიერთი galaktika, რომელიც თავდაპირველად ჩანდა ძალიან შორეულად, აღმოჩნდა ნაკლებად შორეული, მაგრამ ჯერ კიდევ უფრო შორეული ვიდრე კომფორტულია ჩვენი მოდელებისთვის. და ახალი galaktikები აღმოჩნდნენ. არა 1000, 100, არა 100, 1000. ვები ხედავს ადრეულ სამყაროს არა როგორც უდაბნოს, სადაც იშვიათად გვხვდება პატარა პრიმიტიული სტრუქტურები, არამედ როგორც ქალაქს, სადაც galaktikები უკვე არიან მრავალრიცხოვანი, მრავალფეროვანი, კომპლექსური. ზოგიერთი ამ galaktikიდან ჩანს როგორც დისკები, ბრტყელი, მბრუნავი სტრუქტურები, როგორიცაა ჩვენი საკუთარი ნაპერწკლები. მაგრამ დისკები მოითხოვენ დროს ფორმირებისთვის. როცა galaktika ყალიბდება, ის იწყება როგორც ქაოსური ღრუბელი, გაზისა და ვარსკვლავებისა. გრავიტაცია იზიდავს მატერიას შიგნით, ბრუნვა აფრთხელებს ღრუბელს დისკად. მაგრამ ეს პროცესი მოითხოვს მილიონობით წელს, დროს რომ მატერიამ დაკარგოს ენერგია, დროს რომ ბრუნვამ გაანაწილოს მატერია, დროს რომ სტრუქტურამ სტაბილიზდეს. ზოგიერთი galaktika ჩანს როგორც ელიფსები, მრგვალი გამოსხივებული სტრუქტურები, სავსე მოხუცი ვარსკვლავებით. მაგრამ ელიფსური galaktikები ყალიბდებიან შერწყმებით, როცა 2 ან მეტი galaktika ერწყმება ერთად. და შერწყმა მოითხოვს, რომ პირველ რიგში არსებობდნენ galaktikები შესაერთებლად. როგორ შეიძლება გქონდეს შერწყმული galaktikები სამყაროში,
რომელსაც სულ რამდენიმე ასეული მილიონი წელი აქვს. ზოგიერთი galaktika ჩანს როგორც არარეგულარული, უფორმო, ქაოსური, ძალიან აქტიური ვარსკვლათა ფორმირებით. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდით, ახალგაზრდა, პრიმიტიული galaktikები, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ, როგორ ყოფილიყვნენ galaktikები. მაგრამ თუნდაც ეს არარეგულარული galaktikები არიან უფრო მასიურები, ვიდრე უნდა იყვნენ. ისინი ქმნიან ვარსკვლავებს ტემპით, რომელიც 10-100-ჯერ აღემატება იმას, რასაც ჩვენი მოდელები ითვალისწინებენ. და ყველაზე შემაშფოთებელი, ზოგიერთი galaktika ჩანს როგორც ნორმალური. არა უჩვეულო, არა ეგზოტიკური, არა ექსტრემალური. უბრალოდ ნორმალური galaktikები, როგორიცაა ის, რასაც ჩვენ ხედავთ დღეს ჩვენს გარშემო. გარდა იმისა, რომ ისინი არსებობენ დროში, როცა ნორმალური galaktikები არ უნდა არსებობდნენ, ეს არის ისეთივე, როგორც რომ იპოვო თანამედროვე ქალაქი. სრული ქუჩებით, შენობებით, ელებებით, ელექტროობით, ინტერნეტით, არქეოლოგიურ ფენაში, რომელიც თარიღდება 10,000 წლით ძველად. არა პრიმიტიული სოფელი, არა ადრეული დასახლება, არამედ სრული, ფუნქციონირებადი თანამედროვე ქალაქი. ამიტომ მეცნიერები იწყებენ დასმას უფრო რადიკალური კითხვების. არა, როგორ შეგვიძლია შევასწოროთ ჩვენი მოდელები, არამედ რა არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. პირველი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით, არის ბნელი მატერია. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს. ჩვენ ხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტებს. ჩვენ ვიცით, რამდენია მისი. დაახლოებით 27% სამყაროს მთლიანი ენერგია მასისა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ის. ჩვენ არ ვიცით, რა ნაწილაკებისგან შედგება ის. ჩვენ არ ვიცით, როგორ ურთიერთქმედებს ის თავის თავთან. ჩვენ არ ვიცით, როგორ კალიბდება ისით, როგორ კალიბდება ის, როგორ ვითარდება ის, როგორ იქცევა ის ექსტრემალურ პირობებში. და ეს არის პრობლემა, რადგან ბნელი მატერია არის ის, რაც ქმნის გრავიტაციულ ჩონჩხს, რომელზედაც კალიბდებიან galaktikები. თუ ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობს ბნელი მატერია, ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა კალიბდებოდნენ galaktikები. ჩვენი მოდელები ეფუძნება დაშვებებს იმის შესახებ, რომ ბნელი მატერია არის ცივი, რომ მისი ნაწილაკები მოძრაობენ ნელა. დაშვებებს იმის შესახებ, რომ ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს თავის თავთან, რომ ნაწილაკები უბრალოდ გადიან ერთმანეთში. დაშვებებს იმის შესახებ, რომ ბნელი მატერია არის სტაბილური, რომ ის არ იშლება, არ იცვლება, არ ქრება. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს დაშვებები არასწორია? რა მოხდება, თუ ბნელი მატერია არის თბილი, რომ მისი ნაწილაკები მოძრაობენ სწრაფად? მაშინ ის გავრცელდებოდა უფრო თანაბრად და galaktikები ყალიბდებოდნენ განსხვავებულად. რა მოხდება, თუ ბნელი მატერია ურთიერთქმედებს თავის თავთან, რომ ნაწილაკები ერწყმებიან, იშლებიან, ქმნიან სტრუქტურებს? მაშინ გრავიტაციული ჩონჩხი იქნებოდა უფრო კომპლექსური და galaktikები ყალიბდებოდნენ სწრაფად. ზოგიერთი ფიზიკოსი გვთავაზობს, რომ ბნელი მატერია შეიძლება იყოს არაერთი ტიპის ნაწილაკი, არამედ მთელი ოჯახი ნაწილაკებისა, ბნელი სექტორი, სადაც არსებობს ბნელი ატომები, ბნელი მოლეკულები, შესაძლოა კი ბნელი ქიმია. თუ ეს მართალია, მაშინ ბნელი მატერია შეიძლება ქმნიდეს სტრუქტურებს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ ველოდით. სტრუქტურებს, რომლებიც შემდეგ გახდებოდნენ თესლები ნორმალური galaktikებისთვის. მაგრამ ეს არის სპეკულაცია. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება ბნელი სექტორისთვის. ჩვენ არ გვაქვს დეტექტორები, რომლებიც შეძლებებენ იპოვონ ბნელი ატომები. ჩვენ არ გვაქვს თეორია, რომელიც პროგნოზირებს, როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი. ეს არის იდეა. ინტრიგული იდეა, მაგრამ მხოლოდ იდეა. მეორე რამ, რაც ჩვენ არ ვიცით, არის ბნელი ენერგია. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს. ჩვენ ხედავთ, რომ სამყაროს გაფართოება აჩქარებს. ჩვენ ვიცით, რამდენია მისი. დაახლოებით 75% სამყაროს მთლიანი ენერგია მასისა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ის. ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ის. ჩვენ არ ვიცით, რატომ აქვს ის ზუსტად ის მნიშვნელობა, რაც აქვს. არა ნულოვანი, არა უსასრულო, არამედ სწორედ საკმარისი, რომ გააჩქაროს გაფართოება. მაგრამ არა ისე ძლიერად, რომ გაანადგუროს galaktikები. და ეს არის პრობლემა, რადგან ბნელი ენერგია გავლენას ახდენს სამყაროს გაფართოების ტემპზე. და გაფართოების ტემპი განსაზღვრავს, რამდენი დრო აქვს galaktikებს ფორმირებისთვის. თუ ბნელი ენერგია იყო განსხვავებული ადრეულ სამყაროში, თუ ის იყო უფრო სუსტი ან უფრო ძლიერი ან საერთოდ არ არსებობდა, მაშინ გაფართოების ტემპი იქნებოდა განსხვავებული და galaktikებს ჰქონდათ განსხვავებული დრო ფორმირებისთვის. ზოგიერთი კოსმოლოგი გვთავაზობს, რომ ბნელი ენერგია არ არის მუდმივა, არამედ დინამიური ველი, რაღაც რაც იცვლება დროთა განმავლობაში. ისინი უწოდებენ მას კვინტესენციას, მეხუთე ელემენტს ძველი ფილოსოფიის მიხედვით. თუ კვინტესენცია არსებობს, მაშინ ბნელი ენერგია შეიძლება იყო უფრო სუსტი ადრეულ სამყაროში, რაც ნიშნავს, რომ გაფართოება იყო უფრო ნელი, რაც ნიშნავს, რომ galaktikებს ჰქონდათ უფრო მეტი დრო.
მაგრამ კვინტესენცია ასევე არის სპეკულაცია. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბნელი ენერგია იცვლება. ყველა ჩვენი გაზომვა, სუპერნოვებიდან, კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივებიდან, გალაქტიკების განაწილებიდან, თანხვედრაშია იდეასთან, რომ ბნელი ენერგია არის მუდმივა. თუ ის იცვლება ძალიან ნელა, ძალიან ნაზად, ისე რომ ჩვენ ჯერ არ შევამჩნიეთ. მესამე რამ, რაც ჩვენ არ ვიცით, არის ინფლაცია. ინფლაცია არის იდეა, რომ ძალიან ადრეულ სამყაროში, პირველ ტრილიონეთ წამში, სამყარო გადიოდა პერიოდს ექსპონენციალური გაფართოებისა. ის გაფართოვდა 100-ჯერ, 1000-ჯერ, უსასრულოდ მეტჯერ ვიდრე ის გაფართოვდა მას შემდეგ. ეს ინფლაცია ახსნის ბევრ რამეს. რატომ არის სამყარო ისეთი ერთგვაროვანი? რატომ არის ის ისეთი ბრტყელი? რატომ არის ის ისეთი დიდი? მაგრამ ინფლაცია ასევე ქმნის პრობლემებს. ის პროგნოზირებს, რომ სამყარო უნდა იყოს სრულყოფილად ერთგვაროვანი, არა თითქმის ერთგვაროვანი, არამედ სრულყოფილად ერთგვაროვანი. მაგრამ ჩვენ ხედავთ სტრუქტურებს, გალაქტიკებს, გალაქტიკების კლასტერებს, სუპერკლასტერებს. ეს სტრუქტურები მოდის კვანტური რყევებიდან, პატარა შემთხვევითი ცვალებადობებიდან ინფლაციის დროს, რომლებიც გაფართოვდნენ კოსმოსურ მასშტაბებზე. მაგრამ რამდენად დიდი იყო ეს რყევები? რამდენად სწრაფად გაფართოვდნენ ისინი? როგორ გადაიქცნენ ისინი სტრუქტურებად? ყველა ეს კითხვა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მუშაობდა ინფლაცია. რამდენი ხანი გრძელდებოდა ის? რამდენად სწრაფი იყო ის? რა ველი იწვევდა მას? და ჩვენ არ ვიცით პასუხები. ჩვენ გვაქვს მოდელები ინფლაციისა, 10-ობით მოდელი, 100-ობით მოდელი და ყველა მათგანი აძლევს განსხვავებულ პროგნოზებს. ზოგიერთი მოდელი ამბობს, რომ ინფლაცია იყო ძალიან სწრაფი და ძალიან მოკლე, რაც ქმნის პატარა რყევებს და ნელ სტრუქტურის ფორმირებას. ზოგიერთი მოდელი ამბობს, რომ ინფლაცია იყო ნელი და გრძელი, რაც ქმნის დიდ რყევებს და სწრაფ სტრუქტურის ფორმირებას. თუ სწორი მოდელი არის ის, რომელიც ქმნის დიდ რყევებს, მაშინ გალაქტიკები შეიძლება ყალიბდებოდნენ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენი ამჟამინდელი მოდელები ვარაუდობენ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომელი მოდელი სწორია. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივებიდან, გრავიტაციული ტალღებიდან, გალაქტიკების განაწილებიდან. მაგრამ ჯერჯერობით მონაცემები არ არის საკმარისად ზუსტი, რომ განასხვაოს მოდელები. მეოთხე რამ, რაც ჩვენ არ ვიცით, არის თავად დრო. ჩვენ ვფიქრობთ დროზე როგორც რაღაცაზე ფუნდამენტურზე, რაღაც რაც უბრალოდ არსებობს, დამოუკიდებლად ყველაფრისგან. მაგრამ აინშტაინის ფარდობითობა გვეუბნება, რომ დრო არ არის აბსოლუტური. ის დამოკიდებულია სივრცეზე. ისინი არიან ერთი ქსოვილი, სივრცე დრო. ის დამოკიდებულია გრავიტაციაზე. ძლიერი გრავიტაცია ანელებს დროს. ის დამოკიდებულია სიჩქარეზე. სწრაფი მოძრაობა ანელებს დროს. მაგრამ კვანტური მექანიკა გვეუბნება რაღაც კიდევ უფრო უცნაურს. ის გვეუბნება, რომ დრო შეიძლება არ იყოს ფუნდამენტური საერთოდ. რომ ის შეიძლება იყოს წარმოებული, რაღაც რაც გამოჩნდება უფრო ღრმა რეალობიდან, სადაც არ არსებობს დრო, არ არსებობს წარსული, არ არსებობს მომავალი, მხოლოდ ურთიერთობები კვანტურ მდგომარეობებს შორის. თუ ეს მართალია, თუ დრო არ არის ფუნდამენტური, მაშინ ჩვენი მთელი გაგება სამყაროს ევოლუციისა არის არასრული. ჩვენ ვსაუბრობთ ადრეულ სამყაროზე და გვიან სამყაროზე, როგორც ისინი იყოს განსხვავებული ეტაპები. მაგრამ რა მოხდება, თუ არ არსებობს ეტაპები? ობს ეტაპები. რა მოხდება, თუ სამყარო არის ერთი, ატემპორალური სტრუქტურა და ის, რასაც ჩვენ უწოდებთ დროს, არის მხოლოდ ჩვენი გზა ამ სტრუქტურის დანახვისა. ეს არის იდეები, რომლებიც მოდის კვანტური გრავიტაციიდან. სფერო, რომელიც ცდილობს გააერთიანოს კვანტური მექანიკა და ზოგადი ფარდობითობა. ამ სფეროში ფიზიკოსები მუშაობენ თეორიებზე, სადაც სივრცე და დრო არ არის ფუნდამენტური, არამედ წარმოიქმნება კვანტური ინფორმაციის ქსელიდან ან სიმებიდან, რომლებიც ვიბრირებენ თერთმეტგანზომილებაში ან სხვა ეგზოტიკური სტრუქტურებიდან. მაგრამ ეს თეორიები არ არის დასრულებული. ისინი არ არის ტესტირებული. ისინი არ არის დადასტურებული. ისინი არის მათემატიკური კონსტრუქციები, ელეგანტური, ლამაზი, ინტრიგული, მაგრამ ჯერ არ არის დაკავშირებული რეალობასთან ისე, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ, ტესტირება გავუკეთოთ, დავადასტუროთ. და ეს არის ის, რაც აქცევს ჯეიმს ვების დაკვირვებებს ისეთ მნიშვნელოვანს. ისინი არ არის მხოლოდ ანომალია, რომელიც საჭიროებს ახსნას. ისინი არის ფანჯარა. ფანჯარა იმ რეალობაში, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ფანჯარა იმ ფიზიკაში, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვაქვს. ფანჯარა იმ კითხვებში, რომლებიც ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორ დავსვათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცხოვრობთ ოთახში. თქვენი მთელი ცხოვრება. თქვენ იცით ყველაფერი ამ ოთახის შესახებ. ყოველი კუთხე, ყოველი ჭრტილი, ყოველი ჭრდილი, ყოველი ხმა. თქვენ აშენებთ მოდელებს იმის შესახებ, როგორ მუშაობს ოთახი, როგორ მოძრაობს სინათლე, როგორ ვრცელდება ხმა, როგორ იცვლება ტემპერატურა.
და თქვენი მოდელები მუშაობენ. ისინი ხსნიან ყველაფერს, რასაც თქვენ ხედავთ. მაგრამ შემდეგ, ერთ დღეს, თქვენ ამჩნევთ პატარა ბზარს კედელში. და ამ ბზარში თქვენ ხედავთ სინათლეს, რომელიც არ მოდის თქვენი ოთახიდან. სინათლეს, რომელიც მოდის სადღაც სხვაგან. და თქვენ აცნობიერებთ, არსებობს რაღაც ამ ოთახის მიღმა, რაღაც დიდი, რაღაც განსხვავებული, რაღაც, რაც თქვენი მოდელები არ ითვალისწინებენ. ეს არის ის, რაც ჯეიმს ვები აკეთებს. ის გვიჩვენებს ბზარს ჩვენს გაგებაში, ბზარს ჩვენს მოდელებში, ბზარს ჩვენს ცოდნაში. და ამ ბზარში ჩვენ ხედავთ რაღაცას, რაც არ უნდა იყოს იქ, რაღაცას, რაც გვეუბნება. არსებობს უფრო მეტი ვიდრე თქვენი ოთახი, უფრო მეტი ვიდრე თქვენი მოდელები, უფრო მეტი ვიდრე თქვენ ოდესმე წარმოიდგინეთ. 2024 წელს მეცნიერული საზოგადოება არ ამბობს, ჩვენ ვიცით რა ხდება. ის ამბობს, ჩვენ არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ჩვენ მუშაობთ ამის გარკვევაზე. და ეს არის პატიოსნება, ეს არის სიმამაცე. ეს არის მეცნიერება თავის საუკეთესო მხარეს. რადგან მეცნიერება არ არის იმის შესახებ, რომ ყოველთვის იყო მართალი. ის არის იმის შესახებ, რომ იყო მზად შეცდომაში. იმის შესახებ, რომ იყო მზად შეცვალო აზრი, როცა მონაცემები გეუბნება, რომ შენ შეცდი. იმის შესახებ, რომ იყო მზად თქვა, მე არ ვიცი. და მე არ ვიცი არ არის სისუსტე. ეს არის ძალა. რადგან მე არ ვიცი არის დასაწყისი ცოდნისა. მე არ ვიცი არის ის, რაც გვაიძულებს დავსვათ კითხვები. მე არ ვიცი არის ის, რაც გვაიძულებს გავაკეთოთ ექსპერიმენტები. მე არ ვიცი არის ის, რაც გვაიძულებს ვიგვაიძულებს, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიმეცადინოთ. და ახლა ჯეიმს ვების წყალობით ჩვენ გვაქვს ახალი მე არ ვიცი, დიდი, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური მე არ ვიცი. ჩვენ არ ვიცით როგორ კალიბდებიან galaktikები ასე სწრაფად. ჩვენ არ ვიცით რა არის ბნელი მატერია. ჩვენ არ ვიცით რა არის ბნელი ენერგია. ჩვენ არ ვიცით როგორ მუშაობდა ინფლაცია. ჩვენ არ ვიცით რა არის დრო. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ. ჩვენ ვიცით რომ ჩვენ არ ვიცით. და ეს არის პროგრესი. რადგან 100 წლის წინ ჩვენ არ ვიცოდით რომ ჩვენ არ ვიცოდით. ჩვენ ვფიქრობდით რომ ვიცოდით. ჩვენ ვფიქრობდით რომ სამყარო იყო მარტივი, გასაგები, პროგნოზირებადი. ჩვენ ვფიქრობდით რომ ჩვენი თეორიები იყო სრული, ჩვენი მოდელები იყო სრულყოფილი, ჩვენი გაგება იყო ამომწურავი. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით რომ ჩვენ შევცდით. არა ყველაფერში. ჩვენი თეორიები ჯერ კიდევ ხსნიან უამრავ რამეს, მაგრამ რაღაცაში მნიშვნელოვანში, რაღაცაში ფუნდამენტურში, რაღაცაში რაც ცვლის ყველაფერს. და ეს არის ის, რაც აქცევს ამ მომენტს ისეთ აღფრთოვანებელს. ჩვენ ცხოვრობთ დროში, როცა სამყარო გვიჩვენებს რაღაც ახალს, რაღაც მოულოდნელს, რაღაც რაც გვაიძულებს გადავფიქრდეთ ყველაფერზე. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, ეს საშინელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერება არის უსარგებლო. მაგრამ ისინი შეცდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი. და ეს არ ნიშნავს, რომ მეცნიერება არის უსარგებლო. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერება მუშაობს, რომ ის აღმოაჩენს ახალ რამეებს, ეჭვქვეშ აყენებს ძველ იდეებს, ვითარდება და იზრდება. სხვა ადამიანები ამბობენ, ეს აღფრთოვანებელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ახალი აღმოჩენის ზღვარზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრობთ დროში, როცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. და ისინი მართალნი არიან. რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი აღმოჩენები მოდის არა მაშინ, როცა ყველაფერი მუშაობს, არამედ მაშინ, როცა რაღაც იშლება. როცა დაკვირვებები ეწინააღმდეგებიან თეორიებს, როცა რეალობა უარს ამბობს. ითამაშოს ჩვენი წესებით. როცა სამყარო გვეუბნება, თქვენ შეცდით, მაგრამ არა იმიტომ, რომ თქვენ სულელები ხართ, იმიტომ, რომ მე უფრო რთული ვარ, ვიდრე თქვენ ფიქრობდით. და ახლა ჯეიმს ვების წყალობით ჩვენ ვისმენთ ამ შეტყობინებას. ჩვენ ხედავთ galaktikებს, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ. ჩვენ ზომავთ მასებს, რომლებიც არ უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენ ვაკვირდებით სტრუქტურებს, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ იქ. და ჩვენ ვეკითხებით, რატომ, როგორ, რა ნიშნავს ეს? და ეს კითხვები, ეს მარტივი, ფუნდამენტური, ადამიანური კითხვები, არის ის, რაც მოძრაობს მეცნიერებას წინ. არა პასუხები, კითხვები, არა ცოდნა, ცნობის მოყვარეობა, არა დარწმუნება, ეჭვი. და ეხლა ჩვენ გვაქვს ახალი ეჭვები, დიდი ეჭვები, ფუნდამენტური ეჭვები. ეჭვები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ახალი თეორიები, ახალი ექსპერიმენტები, ახალი გაგება. ან შესაძლოა არა. შესაძლოა ჩვენ გავარკვევ, რომ ჩვენი ძველი თეორიები იყოს სწორი ყველა დროის განმავლობაში და ჩვენ უბრალოდ გამოგვჩა რაღაცა მცირე ტექნიკური დეტალი. შესაძლოა ვების galaktikები აღმოჩნდება ნაკლებად უჩვეულო ვიდრე ისინი ჩანან.
შესაძლოა ჩვენ იპოვით ახსნას, რომელიც არ მოითხოვს ახალ ფიზიკას, არ მოითხოვს ახალ თეორიებს, არ მოითხოვს რევოლუციას. მაგრამ შესაძლოა არა. შესაძლოა ეს არის დასაწყისი რაღაცა დიდისა. რაღაც რაც შეცვლის ყველაფერს. რაღაც რაზეც მომავალი თაობები უკან მოიხედავენ და იტყვიან: აი სად დაიწყო. აი როდის გავიგეთ, რომ სამყარო იყო უფრო რთული, უფრო მდიდარი, უფრო გასაოცარი, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. და ჩვენ არ ვიცით რომელი იქნება. ჩვენ არ ვიცით თუ ეს არის რევოლუცია, თუ მხოლოდ კორექტირება. ჩვენ არ ვიცით თუ ეს შეცვლის ფიზიკას, თუ მხოლოდ ასტრონომიას. ჩვენ არ ვიცით თუ ეს არის დასაწყისი, თუ დასასრული. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ. ჩვენ ვცხოვრობთ მომენტში, როცა ეს კითხვები არის ღია. მომენტში, როცა პასუხები არ არის ცნობილი. მომენტში, როცა სამყარო ჯერ კიდევ შეუძლია გაგვაოცოს. და ეს არის საჩუქარი. რადგან უმეტესობა ადამიანებისა, რომლებიც ოდესმე ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ ეს საჩუქარი. ისინი ცხოვრობდნენ დროში, როცა დიდი კითხვები უკვე იყო პასუხაცემული, ან ჯერ არ იყო დასმული. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ შუაში. შუაში ცოდნასა და უმეცრებას შორის. შუაში ძველ გაგებასა და ახალ აღმოჩენას შორის. შუაში იმაში, რაც იყო და იმაში, რაც იქნება. და ეს არის პრივილეგია. პრივილეგია იყო მოწმე. პრივილეგია იყო ნაწილი. პრივილეგია იყო ცოცხალი დროში, როცა სამყარო გვიჩვენებს თავის საიდუმლოებებს. ნელა, ფრთხილად. ერთი galaktika ერთ დროში. არსებობს მომენტი ყოველ ადამიანურ ცხოვრებაში, როცა თქვენ აცნობიერებთ, რომ სამყარო არ არის აშენებული თქვენი გასაგებად. ბავშვობაში თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი აქვს მიზეზი, ყველაფერი აქვს ახსნა, ყველაფერი არის თქვენთვის. მზე ამოდის, რადგან დროა გაიღვიძოთ. ვარსკვლავები ანათებენ, რადგან ღამე ლამაზი უნდა იყოს. სამყარო არის სცენა და თქვენ ხენ ხართ მთავარი პერსონაჟი. მაგრამ შემდეგ თქვენ იზრდებით და თქვენ სწავლობთ, რომ მზე არის ბირთვული ღუმელი, რომელიც წვავს, წომელიც წვავს, წყალბადს 150 მილიონი კილომეტრის მანძილზე. რომ ვარსკვლავები არიან სხვა მზეები, ზოგიერთი მათგანი უკვე მკვდარი, მათი სინათლე მოგზაურობს ათასობით წელს, რათა მიაღწიოს თქვენს თვალებს. რომ სამყარო არ არის სცენა, ის არის უსასრულო სივრცე, სადაც თქვენ ხართ ერთი ატომი ერთ პლანეტაზე, ერთ galaktikაში, ტრილიონობით galaktikas შორის. და ეს შეიძლება იყოს შემაშფოთებელი. ან ეს შეიძლება იყოს განმათავისუფლებელი. რადგან როცა თქვენ აცნობიერებთ, რომ სამყარო არ არის აშენებული თქვენი გასაგებად, თქვენ ასევე აცნობიერებთ რაღაც სხვას. თქვენ ხართ ნაწილი რაღაცისა, რაც ბევრად აღემატება თქვენს. თქვენ ხართ არა მთავარი პერსონაჟი, არამედ მოწმე. არა ცენტრი, არამედ კავშირი. არა დანიშნულება, არამედ მოგზაურობა. ჯეიმს ვები არის ტელესკოპი, მაგრამ ის არის ასევე სარკე. ის გვიჩვენებს არა მხოლოდ სამყაროს, არამედ ჩვენს ადგილს მასში. ის გვიჩვენებს galaktikებს, რომლებიც არსებობდნენ, როცა სამყარო იყო ახალგაზრდა. ისეთი ახალგაზრდა, რომ სინათლე, რომელსაც ჩვენ ხედავთ ახლა, დატოვა ისინი 14 მილიარდი წლის წინ. 14 მილიარდი წელი, დრო, რომელიც ისეთი გრძელია, რომ ადამიანურმა გონებამ ვერ შეიცავს მას. მაგრამ ის ასევე გვიჩვენებს რაღაც სხვას, რომ ეს galaktikები, რომლებიც არსებობდნენ 14 მილიარდი წლის წინ, არ იყვნენ ისეთები, როგორც ჩვენ ველოდით. ისინი იყვნენ უფრო დიდები, უფრო მომწიფებულები, უფრო კომპლექსურები. ისინი იყვნენ ისეთები, როგორც არ უნდა ყოფილიყვნენ, თუ ჩვენი თეორიები სწორია. და ეს გვაიძულებს დავსვათ კითხვა, რომელიც აღემატება ასტრონომიას, აღემატება ფიზიკას, აღემატება მეცნიერებას. კითხვა, რომელიც არის ფილოსოფიური, ეგზისტენციალური, ადამიანური. რას ნიშნავს იცოდე? ფილოსოფოსები ათასობით წლის განმავლობაში კამათობდნენ ცოდნის ბუნებაზე. სოკრატე ამბობდა: ერთადერთი რამ, რაც მე ვიცი, არის ის, რომ მე არაფერი არ ვიცი. დეკარტი ამბობდა: მე ვფიქრობ, ამიტომ მე ვარსებობ. ერთადერთი რამ, რაზეც შეგიძლია იყო დარწმუნებული, არის შენი საკუთარი არსებობა. კანტი ამბობდა: ჩვენ ვერასოდეს ვიცით რეალობა თავისთავად, ჩვენ ვიცით მხოლოდ ჩვენი აღქმა რეალობისა. მაგრამ მეცნიერება გვთავაზობს განსხვავებულ მიდგომას. მეცნიერება ამბობს: ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ რეალობა, არა სრულყოფილად, არა საბოლოოდ, მაგრამ თანდათანობით, მიახლოებით, ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დაკვირვებები, შევქმნათ თეორიები, გავაკეთოთ პროგნოზები, შევამოწმოთ ისინი. და თუ პროგნოზები ემთხვევა დაკვირვებებს, ჩვენ ვამბობთ: ჩვენი თეორია არის სწორი, არა აბსოლუტურად, მაგრამ საკმარისად. ეს მიდგომა მუშაობდა საოცრად კარგად 100 წლის განმავლობაში. ჩვენ აღმოაჩინეთ ატომები, ელექტრონები, ფოტონები, ჩვენ აღმოაჩინეთ დნმ, გენები, ევოლუცია. ჩვენ აღმოაჩინეთ ბირთვული ენერგია, კვანტური მექანიკა, ფარდობიტობა.
ჩვენ გავაგზავნეთ ადამიანები მთვარეზე, რობოტები მარსზე, ხომალდები მზის სისტემის მიღმა. მაგრამ ახლა, ჯეიმს ვების წყალობით, ჩვენ აწყდებით რაღაცას, რაც არ ემთხვევა ჩვენს პროგნოზებს. რაღაცას, რაც გვეუბნება. თქვენი თეორიები არ არის საკმარისად სწორი. არა იმიტომ, რომ ისინი არის მთლიანად არასწორი. ისინი ჯერ კიდევ ხსნიან უამრავ რამეს. მაგრამ იმიტომ, რომ ისინი არ არის სრული. ისინი არ არის საბოლოო. ისინი არ არის ჭეშმარიტება. ისინი არის მიახლოება ჭეშმარიტებისა. და ეს არის ის, რაც აქცევს მეცნიერებას ისეთ ლამაზს. არა იმიტომ, რომ ის გვაძლევს პასუხებს, არამედ იმიტომ, რომ ის გვიჩვენებს, რომ პასუხები არ არის საბოლოო. არა იმიტომ, რომ ის გვაძლევს ცოდნას, არამედ იმიტომ, რომ ის გვიჩვენებს, რომ ცოდნა არის მოგზაურობა, არა დანიშნულება. მაგრამ არსებობს რაღაც უფრო ღრმა აქ. რაღაც, რაც აღემატება მეცნიერებას, აღემატება ფილოსოფიას, აღემატება თეორიებს და დაკვირვებებს. რაღაც, რაც ეხება თავად რეალობის ბუნებას. წარმოიდგინეთ, რომ სამყარო არის წიგნი, უზარმაზარი წიგნი, უსასრულო გვერდებით, დაწერილი ენაზე, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ. ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ წაეკითხათ ეს წიგნი. ისინი იწყებდნენ მითებით, ისტორიებით, ღმერთების, გმირების, შექმნის შესახებ. შემდეგ ისინი გადადიოდნენ ფილოსოფიაზე, იდეებზე, ფორმების, სუბსტანციების, მიზეზების შესახებ. შემდეგ ისინი გადადიოდნენ მეცნიერებაზე, დაკვირვებებზე, ექსპერიმენტებზე, განტოლებებზე და ყოველი ნაბიჯით ისინი კითხულობდნენ უფრო მეც. ისინი იგებდნენ უფრო მეც. ისინი ხვდებოდნენ უფრო ღრმად. მაგრამ ყოველი ნაბიჯით ისინი ასევე აცნობიერებდნენ რაღაც სხვას. წიგნი არის უფრო დიდი, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. ყოველი გვერდი, რომელსაც ისინი კითხულობენ, ავლენს 10 ახალ გვერდს, რომელსაც ისინი ჯერ არ წაუკითხავთ. ყოველი პასუხი, რომელსაც ისინი პოულობენ, ქმნის 10 ახალ კითხვას, რომელსაც ისინი ჯერ არ დაუსვამთ. და ახლა ჯეიმს ვების წყალობით ჩვენ ვაბრუნებთ კიდევ ერთ გვერდს. და ჩვენ ვხედავთ რაღაცას, რაც არ ემთხვევა იმას, რასაც ჩვენ ველოდით. რაღაცას, რაც გვეუბნება. წიგნი არის უფრო რთული, უფრო მდიდარი, უფრო გასაოცარი, ვიდრე თქვენ წარმოიდგინეთ. და ჩვენ შეგვიძლია უპასუხოთ ორი გზით. ჩვენ შეგვიძლია დავხუროთ წიგნი და ვთქვათ, ეს ძალიან რთულია. მე არ მესმის, მე არ მინდა ვიცოდე. ან ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ კითხვა, ნელა, ფრთხილად, მოთმინებით. იმის გაგებით, რომ ჩვენ არასოდეს დავასრულებთ, მაგრამ ყოველი გვერდი, რომელსაც ჩვენ კითხულობთ, გვაძლევს რაღაცას ღირებულს. არსებობს პარადოქსი კოსმოლოგიის გულში. პარადოქსი, რომელიც იშვიათად განიხილება, მაგრამ რომელიც არის ფუნდამენტური იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს ვების დაკვირვებები. პარადოქსი არის ეს. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სამყაროს დასაწყისი. მომენტი, როცა დრო, სივრცე, მატერია, ენერგია, ყველაფერი დაიბადა. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ეს მომენტი გამოყენებით ფიზიკის კანონებისა, რომლებიც თავად დაიბადნენ იმ მომენტში. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ წესები თამაშისა გამოყენებით წესებისა, რომლებიც არ არსებობდა სანამ თამაში არ დაიწყო. ეს არის ისეთივე, როგორც რომ ვცდილობთ გაიგოთ როგორ დაიწერა წიგნი, კითხვით მხოლოდ წიგნის შიგნით. წიგნი შეიძლება გვეუბნებოდეს თავის შესახებ, მისი პერსონაჟების, მისი სიუჟეტის, მისი თემების შესახებ. მაგრამ ის ვერ გვეტყვის ავტორის შესახებ, ადამიანის, რომელმაც დაწერა ის, მისი мотивაციების, მისი პროცესის, მისი არჩევანების შესახებ. ეს ინფორმაცია არის გარეთ წიგნისა. ანალოგიურად, ფიზიკის კანონები შეიძლება გვეუბნებოდეს სამყაროს შესახებ. როგორ ვითარდება ის, როგორ იქცევა ის, როგორ ევოლუციონირებს ის. მაგრამ ისინი ვერ გვეტყვიან იმის შესახებ, რატომ არსებობს სამყარო, რატომ აქვს ის ეს კონკრეტული კანონები, რატომ არის ის ისეთი, როგორიც არის. ეს კითხვები არის გარეთ ფიზიკისა. და ეს არ ნიშნავს, რომ ეს კითხვები არ აქვს პასუხები. ეს ნიშნავს, რომ პასუხები შეიძლება არ იყოს მეცნიერული. ისინი შეიძლება იყოს ფილოსოფიური, მეტაფიზიკური, ან უბრალოდ მიუწვდომელი ჩვენი ამჟამინდელი გაგებისთვის. ზოგიერთი ფიზიკოსი გთავაზობს, რომ ჩვენი სამყარო არის ერთი ბევრიდან. ერთი ბუშტი უსასრულო ზღვაში ბუშტებისა, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი ფიზიკის კანონები, საკუთარი მუდმივები, საკუთარი ისტორია. ამ იდეას ეწოდება მულტივერსი. და თუ მულტივერსი არსებობს, მაშინ კითხვა, რატომ ჩვენი სამყარო არის ისეთი, როგორიც არის, აქვს მარტივი პასუხი. რადგან თუ არსებობს უსასრულოდ ბევრი სამყარო, ზოგიერთი მათგანი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენია. და ჩვენ ვართ ამ სამყაროში, რადგან ეს არის ერთადერთი სამყარო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ. მაგრამ მულტივერსი არის არა თეორია, ის არის სპეკულაცია. ჩვენ არ გვაქვს გზა დავაკვირდეთ სხვა სამყაროებს. ჩვენ არ გვაქვს გზა შევამოწმოთ არსებობენ თუ არა ისინი.
ჩვენ არ გვაქვს გზა გავიგოთ, როგორ მუშაობენ ისინი. მულტივერსი არის იდეა, რომელიც ხსნის ყველაფერს, ხსნით არაფერს, რადგან თუ ყველაფერი შესაძლებელია სადღაც, მაშინ არაფერი საჭიროებს ახსნას. სხვა ფიზიკოსები გვთავაზობენ, რომ სამყარო არ არის შექმნილი, ის არის თვითორგანიზებული. რომ ფიზიკის კანონები არ არის ფუნდამენტური, ისინი არის წარმოებული, გამოჩენილი, უფრო მარტივი წესებიდან, ისევე როგორც სიცოცხლე გამოჩნდა ქიმიიდან, ან ცნობიერება გამოჩნდა ნეირონებიდან. ამ იდეას ეწოდება გამოჩენა, emergence. და თუ ფიზიკის კანონები არის წარმოებული, მაშინ შესაძლოა არსებობს უფრო ღრმა დონე რეალობისა, სადაც ეს კანონები არ მოქმედებს, სადაც რაღაცას სხვა მოქმედებს. მაგრამ გამოჩენა ასევე არის არა თეორია, ის არის ჩარჩო. ის გვეუბნება რბნება, რომ კომპლექსური რამეები შეიძლება გამოჩნდეს მარტივი რამეებიდან, მაგრამ ის არ გვეუბნება როგორ. ის არ გვეუბნება რა არის ის მარტივი რამეები, რომლებიც წარმოქმნიან ფიზიკის კანონებს. ის არ გვეუბნება რატომ ეს კონკრეტული კანონები გამოჩნდნენ და არა სხვა კანონები. კიდევ სხვა ფიზიკოსები გვთავაზობენ, რომ სამყარო არის მათემატიკური სტრუქტურა. არა რაღაც რაც აღიწერება მათემატიკით, არამედ თავად მათემატიკა. რომ ფიზიკური რეალობა და მათემატიკური რეალობა არის ერთი და იგივე, რომ ყველაფერი რაც არსებობს არის რიცხვები, კანტოლებები, სტრუქტურები. ამ იდეას ეწოდება მათემატიკური სამყარო. და თუ სამყარო არის მათემატიკა, მაშინ კითხვა, რატომ არსებობს სამყარო, ხდება კითხვად, რატომ არსებობს მათემატიკა? კითხვა, რომელსაც შეიძლება არ გქონდეს პასუხი, რადგან მათემატიკა არის ის, რაც არის, დამოუკიდებლად ყველაფრისგან. მაგრამ მათემატიკური სამყარო ასევე არის არა თეორია, ის არის ფირის ფილოსოფია. ის გვეუბნება, რა შეიძლება იყოს სამყარო, მაგრამ ის არ გვეუბნება, როგორ შეგვიძლია გავიგოთ ეს. ის არ გვეუბნება, რატომ ჩვენ, როგორც ფიზიკურ არსებებს, გვაქვს ცდომა მათემატიკურ ჭეშმარიტებებზე. ის არ გვეუბნება, რატომ მათემატიკა, რომელიც არის აბსტრაქტული და ატემპორალური, აღწერს სამყაროს, რომელიც არის კონკრეტული და დროითი. და ასე, ერთი იდეის შემდეგ მეორე, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე ღრმა კითხვები იმის შესახებ, რატომ არსებობს სამყარო, რატომ აქვს ეს კანონები, რატომ ჩვენ ვართ აქ, არ აქვს მარტივი პასუხები. შესაძლოა მათ საერთოდ არ აქვთ პასუხები. ან შესაძლოა პასუხები არის ისეთი განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ ველოდით, რომ ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ მათ, როცა ვხედავთ მათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ კითხვა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ძებნა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ცდა გავიგოთ. რადგან შესაძლოა პასუხები არ არის მიზანი. შესაძლოა მიზანი არის თავად მოგზაურობა, პროცესი კითხვის, ძებნის, გაგების. პროცესი, რომელიც გვაქცევს უფრო ცნობის მოყვარეებად, უფრო ღიად, უფრო ცოცხლად. შესაძლოა ის, რაც მნიშვნელოვანია, არ არის ის, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი, არამედ ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიცოდეთ რაღაც. არა ის, რომ ჩვენ მივახციეთ დანიშნულებას, არამედ ის, რომ ჩვენ მოგზაურობთ. არა ის, რომ ჩვენ დავხურეთ წიგნი, არამედ ის, რომ ჩვენ ვაბრუნებთ გვერდებს. და ახლა მოდით დავბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. დავბრუნდეთ იმ მომენტში, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, როცა თქვენი თვალები ხედავენ წარსულს, არა მეტაფორულად, არამედ ფიზიკურად. სინათლეს დრო სჭირდება მოგზაურობისთვის, ამიტომ ყველაფერი, რასაც ხედავთ, უკვე მოხდა. მაგრამ ეხლა დაამატეთ ახალი ფენა ამ გაგებას. არა მხოლოდ თქვენი თვალები ხედავენ წარსულს, თქვენი მთელი არსებობა არის წარსულის ნაწილი. ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენ სხეულს, დაიბადნენ ვარსკვლავების შიგნით, რომლებიც აფეთქდნენ მილიარდობით წლის წინ. ნახშირბადი თქვენს ძვლებში, რკინა თქვენს სისხლში, კალციუმი თქვენს კბილებში. ყველა ეს ელემენტი შეიქმნა ბირთვულ ღუმელებში, რომლებიც ანათებდნენ, როცა სამყარო იყო ახალგაზრდა. თქვენ არა მხოლოდ აკვირდებით სამყაროს, თქვენ ხართ სამყარო, რომელიც აკვირდება თავის თავს. თქვენ არა მხოლოდ ფიქრობთ ვარსკვლავებზე, თქვენ ხართ ვარსკვლავების მტვერი, რომელიც ფიქრობს. თქვენ არა მხოლოდ ეძებთ გაგებას, თქვენ ხართ სამყაროს გზა საკუთარი თავის გასაგებად. და ეს არის ის, რაც აქცევს ჯეიმს ვების დაკვირვებებს ისეთ პირად. ისინი არ არის მხოლოდ ისტორია შორეული გალაქტიკების შესახებ. ისინი არის ისტორია ჩვენს შესახებ, ჩვენი წარმოშობის, ჩვენი კავშირის, ჩვენი ადგილის შესახებ ამ უზარმაზარ, უცნაურ, ლამაზ სამყაროში. როცა ვები ხედავს გალაქტიკას, რომელიც არსებობდა 10-4 მილიარდი წლის წინ, ის ხედავს არა მხოლოდ წარსულს, ის ხედავს ჩვენს წინაპრებს. არა ბიოლოგიურ წინაპრებს, არამედ კოსმოსურ წინაპრებს, გალაქტიკებს, რომლებიც შეიცავდნენ ვარსკვლავებს, რომლებიც შექმნეს ელემენტებს, რომლებიც საბოლოოდ გახდნენ პლანეტები, სიცოცხლე, ჩვენ. და როცა ვები ხედავს, რომ ეს გალაქტიკები არ არიან ისეთები, როგორც ჩვენ ველოდით, ის გვეუბნება რაღაცას ჩვენს შესახებ. ის გვეუბნება, რომ ჩვენი ისტორია არის უფრო რთული, უფრო მდიდარი, უფრო გასაოცარი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. რომ ჩვენი წარმოშობა არის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ იშლება.
რომ ჩვენი არსებობა არის ნაწილი რაღაცისა, რაც ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ. არსებობს ფრაზა, რომელსაც ასტრონომები ხშირად იყენებენ. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მტვერი. ეს ჟღერს პოეტურად, თითქმის რომანტიკულად, მაგრამ ეს არის ასევე ბუკვალურად მართალი. ყოველი ატომი თქვენ სხეულში, გარდა წყალბადისა, რომელიც დაიბადა დიდ აფეთქებაში, შეიქმნა ვარსკვლავის შიგნით. ზოგიერთი ატომი შეიქმნა ნელა, მილიონობით წლის განმავლობაში, როცა ვარსკვლავი წვავდა თავის საძვარს. ზოგიერთი ატომი შეიქმნა სწრაფად, წამებში, როცა ვარსკვლავი აფეთქდა სუპერნოვად. მაგრამ არსებობს რაღაც უფრო ღრმა აქ. არა მხოლოდ თქვენი ატომები მოდიან ვარსკვლავებიდან, თქვენი სტრუქტურა ასევე მოდის ვარსკვლავებიდან. თქვენი სხეული არის ორგანიზებული, უჯრედები, ორგანოები, სისტემები, ყველა მუშაობს ერთად. ეს ორგანიზაცია არ მოვიდა არსად. ის მოვიდა ევოლუციიდან, პროცესიდან, რომელიც მოითხოვდა მილიარდობით წელს, მილიარდობით თაობას, მილიარდობით ცდას და შეცდომას. მაგრამ ევოლუცია თავად მოითხოვდა რაღაცას, სტაბილურ გარემოს. პლანეტას, რომელიც არ არის ძალიან ცხელი, არ არის ძალიან ცივი. ვარსკვლავს, რომელიც არ არის ძალიან ახალგაზრდა, არ არის ძალიან მოხუცი. გალაქტიკას, რომელიც არ არის ძალიან ქაოსური, არ არის ძალიან მშვიდი. და ეს პირობები, ეს სტაბილური, ზომიერი, სწორი პირობები თავად მოითხოვდნენ მილიარდობით წელს ფორმირებისთვის. ამიტომ, როცა თქვენ უყურებთ თქვენს ხელს, თქვენ არ ხედავთ მხოლოდ ხელს. თქვენ ხედავთ 10-4 მილიარდი წლის ისტორიას. თქვენ ხედავთ ვარსკვლავებს, რომლებიც დაიბადნენ და მოკვდნენ. თქვენ ხედავთ გალაქტიკებს, რომლებიც შეერწყნენ და ევოლუციონირებდნენ. თქვენ ხედავთ პლანეტებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ და გაგრილდნენ. თქვენ ხედავთ სიცოცხლეს, რომელიც გამოჩნდა და ადაპტირდა. თქვენ ხედავთ მთელ კოსმოსურ ისტორიას, შეკუმშულს ერთ მომენტში, ერთ ადგილას, ერთ არსებაში. და ეს არის ის, რაც აქცევს თქვენს არსებობას ისეთ შეუძლებელს. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ განსაკუთრებული, თუმცა თქვენ ხართ. არამედ იმიტომ, რომ თქვენი არსებობა მოითხოვდა ყველაფერს. ყველა ვარსკვლავს, რომელიც ოდესმე ანათებდა, ყველა გალაქტიკას, რომელიც ოდესმე ყალიბდებოდა, ყველა პლანეტას, რომელიც ოდესმე გაგრილდებოდა, ყველა მოლეკულას, რომელიც ოდესმე ურთიერთქმედებდა, ყველბდა, ყველაფერს, რაც ოდესმე მოხდა, უნდა მომხდარიყო ზუსტად ისე, როგორც მოხდა, რათა თქვენ ყოფილიყავით აქ, ახლა, ამ მომენტში. მაგრამ არსებობს პარადოქსი აქ. პარადოქსი, რომელიც არის ერთდროულად შემაშფოთებელი და ლამაზი. პარადოქსი არის ეს. თქვენი არსებობა მოითხოვდა 10-4 მილიარდი წლის ისტორიას. მაგრამ თქვენი არსებობა გაგრძელდება მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. შესაძლოა 100 წელი თუ თქვენ გაგიმართლათ. შესაძლოა ნაკლები. ეს არის ისეთივე, როგორც მთელი ისეთივე, როგორც რომ მთელი სამყარო, ყველა მისი ვარსკვლავი, ყველა მისი გალაქტიკა, ყველა მისი ისტორია არსებობდა მხოლოდ იმისთვის, რომ შექმნას ერთი ციმციმი, ერთი მომენტი, ერთი ცნობიერება, რომელიც შემდეგ გაქრება. და ეს შეიძლება ჩანდეს უსამართლოდ. ეს შეიძლება ჩანდეს ტრაგიკულად. ეს შეიძლება ჩანდეს უაზროდ. რატო უნდა არსებობდეს სამყარო 10-4 მილიარდი წლის განმავლობაში, რათა შექმნას რაღაც, რაც გაქრება 100 წელში? მაგრამ შესაძლოა ეს არის არასწორი კითხვა. შესაძლოა სწორი კითხვა არ არის რატომ, არამედ რა. რა ხდება იმ 100 წელში? რა ხდება იმ მოკლე ციმციმ მომენტში, როცა ატომები, რომლებიც იყვნენ ოდესღაც ვარსკვლავების შიგნით, ხდებიან ორგანიზებული ისე, რომ მათ შეუძლიათ ფიქრი, გრძნობა, გაგება. რა ხდება, როცა სამყარო, რომელიც არის ძირითადად ცარიელი სივრცე, ძირითადად ბნელი მატერია, ძირითადად უგრძნობი ენერგია, ქმნის პატარა კუნძულებს ცნობიერებისა, პატარა ფანჯრებს, საიდანაც ის შეუძლია დაინახოს თავისი თავი. რა ხდება, როცა თქვენ, ერთი პატარა მოკვდავი შემთხვევითი არსება, უყურებთ ღამის ცას და აცნობიერებთ, რომ ის სინათლე, რომელსაც ხედავთ, მოგზაურობდა მილიონობით წელს, რათა მიაღწიოს თქვენს თვალებს. რა ხდება, როცა თქვენ ხვდებით, რომ თქვენ ხართ კავშირი, კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის, კავშირი მატერიასა და გონებას შორის, კავშირი სამყაროსა და მის საკუთარ გაგებას შორის. შესაძლოა ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია. არა ხანგრძლივობა, არამედ ინტენსივობა, არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. არა რამდენი ხანი გრძელდება ის, არამედ რა ხდება სანამ ის გრძელდება. და ახლა ბოლოს მოდით დავბრუნდეთ ჯეიმს ვებთან. მოდით დავბრეთ იმ გალაქტიკებთან, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ, იმ დაკვირვებებთან, რომლებიც არ ემთხვევა თეორიებს, იმ კითხვებთან, რომლებს არ აქვთ პასუხები. რას გვეუბნება ეს ყველაფერი? ერთი პასუხი არის ის, რომ ეს გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, რომ ჩვენი თეორიები არ არის სრული, რომ ჩვენი გაგება არ არის საბოლოო, რომ სამყარო არის უფრო რთული, უფრო მდიდარი, უფრო გასაოცარი, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვედგინა. მეორე პასუხი არის ის, რომ ეს გვეუბნება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში,
დროში, როცა ჩვენი ტექნოლოგია საბოლოოდ არის საკმარისად ძლიერი, რომ დაინახოს რაღაცეები, რომლებიც ადრე იყო უხილავი. დროში, როცა ჩვენი გაგება საბოლოოდ არის საკმარისად ღრმა, რომ დავსვათ სწორი კითხვები. დროში, როცა ჩვენ საბოლოოდ ვართ მზად შევხედოთ რეალობას მის სრულ სირთულეში. მესამე პასუხი არის ის, რომ ეს გვეუბნება, რომ კითხვები არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პასუხები. რომ ძებნა არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პოვნა. რომ მოგზაურობა არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე დანიშნულება. რადგან როცა ჩვენ გვაქვს ყველა პასუხი, ჩვენ ჩერდებით. ჩვენ წყვეტთ კითხვას, ჩვენ წყვეტთ ძებნას, ჩვენ წყვეტთ ძებნას, ჩვენ წყვეტთ ზრდას. მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს კითხვები, დიდი, ფუნდამენტური, შეუძლებელი კითხვები, ჩვენ ვაგრძელებთ. ჩვენ ვაგრძელებთ ფიქრს, ვაგრძელებთ ძებნას, ვაგრძელებთ ცდას გავიგოთ. და შესაძლოა ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. არა იმისთვის, რომ ვიცოდეთ ყველაფერი, არამედ იმისთვის, რომ ვეკითხოთ ყველაფერს. არა იმისთვის, რომ მივახციოთ დასასრულს, არამედ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ დასაწყისი. არა იმისთვის, რომ დავხუროთ წიგნი, არამედ იმისთვის, რომ ვაბრუნოთ გვერდი. და ეხლა ამ მომენტში, როცა თქვენ კითხულობთ ეს სიტყვებს, თქვენ ხართ ნაწილი ამ მოგზაურობისა. თქვენ ხართ ნაწილი ამ ძებნისა. თქვენ ხართ ნაწილი ამ ისტორიისა. ისტორია სამყაროსი, რომელიც ცდილობს გაიგოს თავისი თავი. და შესაძლოა ჩვენ არასოდეს გავიგებთ ყველაფერს. შესაძლოა ჩვენ არასოდეს ვიპოვით ყველა პასუხს. შესაძლოა ჩვენ არასოდეს მივოდეს მივახცევთ დასასრულს. მაგრამ შესაძლოა ეს კარგია. შესაძლოა ეს არის ის, რაც აქცევს ცხოვრებას ღირებულს. არა დასასრული, არამედ მოგზაურობა. არა პასუხები, არამედ კითხვები. არა ცოდნა, არამედ ცნობის მოყვარეობა. რადგან სანამ არსებობს კითხვები, არსებობს იმედი. სანამ არსებობს საიდუმლოებები, არსებობს აღფრთოვანება. სანამ არსებობს რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით, არსებობს რაღაც, რისთვისაც ღირს ცხოვრება. და ჯეიმს ვები, ეს ოქროს სარკეები, რომლებიც ცურავენ სიცივეში 1.500.000 კილომეტრზე დედამიწიდან, გვიჩვენებს, რომ საიდუმლოებები ჯერ კიდევ არსებობს. რომ კითხვები ჯერ კიდევ არის ღია. რომ სამყარო ჯერ კიდევ შეუძლია გაგვაოცოს. და ეს არის საჩუქარი. შესაძლოა ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც სამყაროს შეუძლია მოგცეს. არა პასუხები, არამედ შესაძლებლობა ვიკითხოთ. არა ცოდნა, არამედ შესაძლებლობა ვიცოდეთ. არა გაგება, არამედ შესაძლებლობა გავიგოთ. და სანამ ეს შესაძლებლობა არსებობს, სანამ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ცას და ვიკითხოთ რატო, სანამ ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ სილამაზე და ვიგრძნოთ აღფრთოვანება, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნაწილი რაღაცისა, რაც აღემატება ჩვენ